დილომშვიდობისა დღეს 19 ივნისია ხუთშაბათი დღე 9:09 და ეთერშია გადაცემა დილის ტალღა. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვიქნებით თქვენთან ერთად დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა მეც მივესალმები მაყურებლებს. წინ საინტერესო 2 საათი გელოდება, თუნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ რუბრიკები მოგვიმზადეს კოლეგებმა, ასევე ჩართვები გვექნება საინტერესო სიუჟეტები და რაც ყველაზე მთავარია, საინტერესო სტუმრებით, ძალიან მნიშვნელოვანი თემებით. პრინციპში ამ ყველაფერს ჩვენ ახლა გავიგებთ ანონსის საშუალებით თუ რას ნახავს დღეს დილის ტალღაში მაყურებელი. ნახოთ. ივნისი ნამგლისებ უჯრედოვანი ანემიის მსოფლიო დღეა, დღე რომელიც მილიონობით ადამიანის ტკივილზე გვიყვება, ვისთვისაც ყოველდღიურობა ბრძოლაა. 19 ივნისი საწვავის მოხმარების შემცირების დღეცაა. ეს თარიღი თითოეულ ადამიანს ახსენებს, რომ სწორედ ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული გარემოს დაცვა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. სად დაიწყო და როგორ განვითარდა მამაკაცის მოდა საუკუნეების განმავლობაში, კლასიკური ფრაკებიდან დღევანდელ სპორტულ ლუკებამდე. რუბრიკა მოდა ყველასთვის გიამბობთ სტილის გამორჩეულ ისტორიას, რომელიც დროში მოგზაურობას ჰგავს. თუ უნდა გავაკეთო რაღაც იმისთვის, რომ მიყვარდეთ, ეს უკვე არ არის სიყვარული. ეს სიტყვები ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის. ყვითელი პრესა ჯასტინის და ჰეილის განქორწინებაზე ალაპარაკდა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მუზეუმმა, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს გადატვირთულობის კრიზისულ ზღვარს მიაღწია. საუბარია პარიზის ლუვრზე, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა. დეტალები ვებ სიახლეებში. ჩვენი კულინარიული მოგზაურობა გრძელდება, ჩაინიშნეთ ახალი არომატები და სურნელოვანი რეცეპტები ქეთა თხილაიშვილისგან. გადაცემის მეორე ნაწილში გაიგეთ ამინდის უტყუარი პროგნოზი დილის ტალღის სინოპტიკოსისგან. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ უნდა შევარჩიოთ საბავშვო ეტლი, რითი განსხვავდება გონდოლიანი და ტრანსფორმერი ეტლები ერთმანეთისგან და რამდენად მნიშვნელოვანია ქარსითის გამოყენება. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. სტუდიაში კი სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ვინ არის დოულა, რა როლს ასრულებს ის ორსულობისა და მშობიარობის დროს და რატომ ხდება მისი მხარდაჭერა სულ უფრო მნიშვნელოვანი თანამედროვე დედებისთვის. რამდენიმე წუთში გავიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დღევანდელ ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ თვითნასწავლ მხატვარს, რომელმაც თავისი ნიჭი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი ცხოვრება ფერებად აქცია. და ბოლოს სტუდიაში მომღერალ ვანო ბარნოვთან ერთად დავბრუნდებით და გადაცემას მუსიკალურად დავასრულებთ სიმღერით ბათუმზე. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. ასეთი მსუყე იქნება დღევანდელი დილის ტალღა, თუმცა აუცილებლად მანამ უნდა გავიგოთ თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს ბათუმში და სრულიად საქართველოში. ერთი სიტყვით ამინდის პროგნოზი დილის ტალღაში. დღეს ბათუმში 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი და დადგა ის ნანატრი ტემპერატურა, რომელსაც ველოდებით დიდი ხანია და რატომღაც ივნისის ბოლოს დადგა ეს ტემპერატურა. ქობულეთში 27 გრადუსია ნავარაუდები, ქედაში 25, შუახევში 24, ხოლო ხულოში 21 გრადუსამდე გათბება ჰაერი, გოდერძის უღელტეხილზე 18 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ოზურგეთში 28 გრადუსი, ურეკში 27, ლანჩხუთში 27 და ჩოხატაუში 26 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. ბახმაროში 19 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთში 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ანაკლიასა და სოხუმში 28 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და ზუგდიდშიც 28 გრადუსია ნავარაუდები. კოპიტნარსა და ქუთაისში 28 გრადუსამდე გათბება ჰაერი და საირმეში 25 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. მესტია 23, ბორჯომი 29, ბაკურიანში 19 გრადუსი სითბო, ხოლო აბასთუმანში 20 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა. ახალციხესა და გორში 27 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ცხინვალში 26, ხოლო თელავში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება მთელი საქართველოს მასშტაბით და 29 გრადუსამდე გათბება ჰაერი. არა, დედაქალაქში ყოფილა ყველაზე თბილი დღე დღეს, 30 გრადუსია თბილისში დღეს ნავარაუდები დღის მაქსიმალური ტემპერატურა და ჩვენი ბულვარიც უკვე მზად არის იმისთვის, რომ მიიღოს სტუმრები, ბათუმელები და მოკლედ ამინდი არაჩვეულებრივი გვაქვს ჩვენს ქალაქში, სანაპიროზე კი უკვე ფიქსირდებიან ადამიანები, რომლებიც
ვანაობენ კიდევაც და დაწვრილებით თუ როგორია წყლის ტემპერატურა, ანუ ზღვის ტემპერატურა და ასევე როგორ შენარჩუნდება ამინდის პროგნოზი დღის განმავლობაში, ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენი კოლეგა კობა ფარტანაძე ისაუბრებს. ნამდვილად, ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში ახლა უნდა გავიგოთ ვალუტის ოფიციალური კურსი. 19 ივნისის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 72 თეთრია. 19 ივნის 1 ევრო 3 ლარად და 15 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 69 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. დღევანდელი მონაცემებით დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 286,252 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს 6,876 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 10,774 ლარი ეღირება. ასეთია ვალუტის კურსი, როგორც უკვე აღნიშნეთ დღეს 19 ივნისია და რამდენიმე საინტერესო ფაქტი უკავშირდება დღევანდელ დღეს. რუბრიკაში ამ დღეს დემეტრე გაგვაცნობს ამ საინტერესო მოვლენებს, რომელიც 19 ივნისს უკავშირდება. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო გენდერული თანასწორობისკენ ისწრაფვის მშობელთა ფუნქციებით დედმამაზე თანაბრად ნაწილდება. მშობლები ყოველთვის დიდი ემოციით ელიან მათი პატარას პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს, პირველ კბილს, პირველ დღეს ბაღში, სკოლაში და ასე მთელი ცხოვრება მოკლედ. შვილების აღზრდის პროცესში მამებიც ასევე აქტიურად ერთვებიან, როგორც დედები. სწორედ ამიტომ ყოველი წლის ივნისის მესამე კვირას მამების დღეს ზეიმობენ, თუმცა პირველად კი ეს თარიღი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა. თუ დედის დღის დღესასწაული უკვე საუკუნეებზე მეტია, რაც არსებობს, მამის დღე შედარებით ახალი მოვლენაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია. მამის დღის ისტორია 1910 წლიდან იწყება ამერიკაში. სონორა სმარტ დოდმა, რომლის მამამ მარტო გაზარდა შვილები, მამის პატივსაცემად კი 19 ივნისს მამის დღედ დაარსა. თავდაპირველად იდეა პოპულარული ვერ გახდა, თუმცა წლების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მამის როლი ოჯახში და შვილების აღზრდაში სულ უფრო მნიშვნელოვან თემად იქცა. 1966 წელს პრეზიდენტმა ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ივნისის მესამე კვირა მამის დღედ. დღეს მამის დღე არ არის მხოლოდ სიმბოლური თარიღი, ის საზოგადოებრივი ცნობიერების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მამის როლი ოჯახში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერით. თანასწორობა, ემოციური ჩართულობა და აღზრდის პროცესში აქტიური მონაწილეობა ეს არის თანამედროვე მამის სახე. მამის დღე გვახსენებს, რომ ზრუნველობა, დროის ერთად გატარება და ემოციური მხარდაჭერა ბავშვებისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორიც სწავლა და დისციპლინა. ვაგრძელებ მომდევნო მნიშვნელოვანი ამბით. 19 ივნისი ნამგლისებუჯრედოვანი ანემიის მსოფლიო დღეა. დღე, რომელიც ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ნამგლისებუჯრედოვანი ანემია მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ერითროციტების სისხლის წითელი უჯრედები ნორმალური მრგვალი ფორმის ნაცვლად იღებენ ნამგლის ფორმას. ეს უჯრედები უფრო მყიფეა, ადვილად იშლება და სისხლძარღვებში მიმოქცევას ართულებს. შედეგად პაციენტს აქვს ქრონიკული ტკივილები, ანემია, ხშირი ინფექციები და საფრთხეს სხვადასხვა ორგანოს დაზიანებისა. დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკის ქვეყნებსა და სამხრეთ აზიაში, თუმცა ბოლო წლებმა აჩვენა, რომ გლობალური მიგრაციის ფონზე ის უკვე საერთაშორისო ჯანდაცვის გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ნამგლისებუჯრედოვანი ანემია სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობით შესაძლებელია პრევენციის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ძირითადი მკურნალობა მოიცავს ტკივილის კონტროლს, ინფექციების პრევენციას, სისხლის გადასხმას და ზოგ შემთხვევაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას. ნამგლისებუჯრედოვანი ანემიის მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ არ არსებობს უჩინარი დაავადებები, როცა საზოგადოება ინფორმირებულია. წამლების მიღმა იბადება მთავარი კომპონენტი, თანაგრძნობა. დაავადება შესაძლოა იყოს გენეტიკური, მაგრამ ზრუნვა და ემპათია არჩევანია, რომელსაც საზოგადოება უნდა აკეთებდეს. და ამ დღის ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი 19 ივნისი საწოვის მოხმარების შემცირების დღეა. ეს თარიღი თითოეულ ადამიანს ახსენებს, რომ სწორად ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული გარემოს დაცვა.
საწვავის მოხმარების შემცირების დღე შეიქმნა როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი, რათა მიეპყრო ყურადღება საწვავის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებულ გლობალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. ეს დღე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000-იან წლებში არაოფიციალურად აღინიშნა, თუმცა ბოლო წლებში ის გლობალურ მოძრაობად იქცა, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს დამცველ ჯგუფებს, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თარიღის შექმნის მიზეზი იყო გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული წიაღისეული საწვავის, ნავთობის, გაზისა და ნახშირის გამოყენებასთან. ეს დღე მოუწოდებს მძღოლებს ერთი დღე მაინც დატოვონ საკუთარი ავტომობილები და გადაადგილებისთვის აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან უბრალოდ ფეხით სიარული, სულ უფრო მზარდი ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვი და ნახშიროჟანგის გამოყოფა აჩენს საჭიროებას, რომ ვიფიქროთ ეკომეგოფულ გადაწყვეტილებებზე. 19 ივნისის მიზანია ადამიანებს დაანახოს, რომ ყოველდღიური ერთი შეხედვით მცირე ქმედებები. მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში მანქანის სახლში დატოვება გლობალურ გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე. თუ ამას მასობრივად ვაკეთებთ. ამ დღის გზავნილია, შეცვალე ერთი დღე, შექმენი უკეთესი ხვალინდელი. და შესანიშნავი დღეა დღეს. ამინდიც გვიწყობს ხელს, რომ გავისეირნოთ ველოებით, გამონაბოლქვით ნაკლები იქნება ბათუმის ქუჩებში და ერთად აღვნიშნოთ ეს ნამდვილად კარგი დღე. გეთანხმები დემეტრე, ახლა კი დრო არის გადავიდეთ შემდგომ რუბრიკაზე, რომელსაც ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს ჩვენი კოლეგა გაბრიელა კვაჭანტირაძე გვიმზადებს. მოდა ყველასთვის ასე ვქვია ამ რუბრიკას, თუმცა როგორც წესი ქალბატონებზე ამახვილებს გაბრიელა ყურადღებას და იმ ტენდენციებზე, რომელიც ყოველწლიურად მკვიდრდება, ამჯერად მამაკაცებს დაუთმო რუბრიკა და ნახოთ თუ როგორ იქნებოდა ზოგადად მამაკაცის მოდა, როგორი იყო ფრაკი და ფრაკიდან როგორ მოვედით დღევანდელობამდე. ნახოთ რუბრიკა. დღეს როცა ჩარჩოები აღარ არის, კაცს აქვს უფლება იყოს ის, ვინც თავად სურს კლასიკური კოსტუმით თუ უბრალო სნიკერსით. ყველაზე მოდურად კი რჩება რა თქმა უნდა თავისუფლება და გულწრფელობა. რენესანსის ეპოქაში მოდა არ იყო უბრალოდ ჩაცმულობა. ეს იყო ძალაუფლების გამოხატულება. მოდის სამყაროში ყველაფერი დროისა და გარემოებების თანხვეტრაზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ მოდა მხოლოდ ქალებისთვის არ არის. მამაკაცების სტილმაც არანაკლებ საინტერესო ევოლუცია განიცადა. დღეს ჩვენ ერთად გადავხედავთ იმ გზას, რომელიც მამაკაცის ჩაცმულობამ საუკუნეების განმავლობაში გაიარა. კლასიკური კოსტუმებიდან დაწყებული თანამედროვე სტრიტ სტილამდე. სად დაიწყო ეს ყველაფერი? მე-18 საუკუნეში ელეგანტური ფრაკები, ბეწვიანი ქუდები და გრძელწვერიანი ფეხსაცმელი იყო სიმბოლო კაცური ელიტის. მაშინ ჩაცმულობა პირდაპირ სიმბოლო იყო სოციალური სტატუსის გამოსახატად. რაც მეტად დეტალებით იყო გაფორმებული სამოსი, რა თქმა უნდა, მით მეტად მაღალი იყო სოციალური სტატუსიც. მე-19 საუკუნეში მოდაში შემოვიდა კლასიკური კოსტუმი, პიჯაკი, ჟილეტი და შარვალი. მამაკაცის მოდა მაშინ იპოვა ის ფორმა და სიმშვიდე, რომელიც დღემდე შემორჩა როგორც დრეს-კოდის სტანდარტი. შემდეგ კი მოვიდა მე-20 საუკუნე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ჯაზის ეპოქა, სამხედრო სტილი, ბათინკები, ჰიპები და პანკები. ყოველი დეკადა ახალ კაცს ქმნიდა, ახალი იდენტობითა და ახალი სტილით. დიდი გაწნული კოსტუმები, მაღალი ქამრები, ფართე მხრები. ეს უკვე იყო კინოს გავლენა. გარი კუპერი, კლარკ გეიბლი, ჰამფრი ბოგარტი ქმნიან მამაკაცური სტილის შაბლონს. ფეხსაცმელი ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი, წვეტიანი, მბზინავი და კლასიკურად მორგებული. დღეს კი 21 საუკუნეში კაცის მოდა უსაზღვროა და გენდერული სტერეოტიპები ნელ-ნელა საბოლოოდ ინგრევა. მამაკაცები ატარებენ ფერად თამამ და ანდროგენულ სამოს. არ არსებობს მკაცრი ჩარჩოები. პირიქით, მოდის მთავარი ტენდენცია ინდივიდუალიზმია. წლების განმავლობაში მამაკაცის გარდერობში ნახავდით მხოლოდ შავ ნაცრისფერ ან მუქი ტონალობის სამოს. რატომღაც თვლიდნენ, რომ თეთრი და კაშკაშა ფერები მხოლოდ ქალბატონებისთვის იყო. თუმცა თუ მოდის ისტორიას გადავავლებ თვალს, ეს ყოველთვის ასე არ გახდათ. მე-18 საუკუნეში არისტოკრატები ატარებდნენ ბორდოსფერ, იისფერ და ვარდისფერ ფერებსაც კი და ამით ისინი თავიანთ ძალაუფლებას უსვამდნენ ხაზს. დღეს კი როცა ჩარჩოები იშლება, ფერები ნამდვილად აღარ არის სიბრალულის ან სისუსტის გამოხატულება. ის იქცა თვითგამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად.
კაცის მოდა არასოდეს ყოფილა ჩარჩოებში ჩასმული სევდიანი კოსტუმები. იყო დიზაინერები, რომლებმაც ეს ჩარჩოები დაამსხვრიეს. სხვებმა კი ელეგანტურობა ახალ საფეხურზე აიყვანეს. როდესაც კაცების მოდაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს სამი უმნიშვნელოვანესი დიზაინერი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე. ეს იყო ჯორჯო არმანი, იվ სენ ლორენი და ტომ ფორდი. აქვე შეუძლებელია არ ვახსენოთ დევნა გვასალია, ადამიანი, რომელმაც შეცვალა კაცის ჩაცმის ფორმა და მოდის ენა. მისი შემოქმედება ბალენსიაგაში გვაჩვენებს, როგორ შეიძლება სპორტული, უხეში და ერთი შეხედვით უყურადღებო ჩაცმის სტილი შეიძლება იქცეს მსოფლიო მოდის ტენდენციად. დევნა გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მამაკაცის მოდაში, სადაც სტილი ხასიათზე უფრო მეტად მეტყოლებს ვიდრე ფორმაზე. მამაკაცის მოდა არასოდეს ყოფილა უბრალოდ ტანისამოსი. ის არის დროის ანარეკლი, კულტურის გამოხატულება და თვითგამოხატვის საშუალება. საინტერესო იყო ნამდვილად მამაკაცის მოდის ისტორია, მაგრამ ახლა დრო არის შევხედოთ ინტერნეტში და გავიგოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური. ნახოთ. გავრცელებული ინფორმაციით ჰეილი და ჯასტინ ბიბერი განქორწინდნენ. ჯასტინ ბიბერმა გამოაქვეყნა ახალი პოსტი ინსტაგრამზე, რომელშიც უპასუხა ყველას, ვინც ზრუნავს მის მენტალურ მდგომარეობაზე და აღიარა, რომ მას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ასე 31 წლის მომღერალმა პუბლიკაციაში ისაუბრა თავის არასტაბილურ ფსიქიკურ მდგომარეობაზე და დაადასტურა ის ეჭვები, რაც გულშემატკივრებს ჰქონდათ. ხალხი მეუბნება, რომ უნდა განვიკურნო, მაგრამ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თუ ჩემი გამოსწორება შემეძლო, ამას უკვე დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. ვიცი, რომ გატეხილი ვარ, ვიცი, რომ მაქვს პრობლემები აგრესიასთან, დაწერა მან. ჯასტინმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა მისთვის ძალიან რთულია და ხშირად კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ცხოვრების განმავლობაში სულ ვცდილობდი საკუთარი თავის შეცვლას, რათა მივსგავსებოდი იმათ, ვინც მეუბნებოდა, რომ გამოსწორება მჭირდებოდა და ეს მხოლოდ უფრო მამძიმებს და უფრო მრისხანეს მხდის. რაც უფრო მეტად ვცდილობ ცვლილებას, მით მეტად ვიკეტები საკუთარ თავში. მისივე თქმით, ერთადერთი რაც მათ შთააგონებს და ძალას აძლევს რწმენაა. მხოლოდ იესო მაძლევს იმ мотивაციას, რომ სხვებისთვის ვიცხოვრო, იმიტომ რომ სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო დროს საკუთარ თავზე ფიქრით ძალიან დავიღალე. ბოლო დროს ჯასტინი სულ უფრო ხშირად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და შინაგან განცდებზე. ცოტა ხნის წინ მან მიანიშნა ჰეილი ბიბერთან განქორწინებაში არსებულ პრობლემებზე, რომელზეც ჭორები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. დავიღალე ურთიერთობებით, რომლებსაც რაღაცის სანაცვლოდ ითხოვენ. თუ უნდა გავაკეთო რაღაც იმისთვის, რომ გიყვარდეთ, ეს უკვე არ არის სიყვარული, წერდა ის. მომღერლის გულშემატკივრები დიდი ხანია ღელავენ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო და ეჭვობენ, რომ მან კვლავ დაიწყო ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბიბერმა დაიწყო ისეთი ფოტოების გამოქვეყნება, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ხოლო საჯაროდ ხშირად უცნაურად იქცეოდა. ბევრი მის მდგომარეობას უკავშირებდა რეპერ P Diddy-ის საქმეს, რომლის მსხვერპლის გავრცელებული ინფორმაციით ბიბერი ბავშვობაში აღმოჩნდა, თუმცა თავად ის ამ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ფანები აღნიშნავენ ბიბერის უცნაურ ქცევას ცოლთან მიმართებაში. მან დაბლოკა ჰეილი სოციალურ ქსელებში, აქვეყნებდა ორაზროვან პოსტებს, უხეშად საუბრობდა მის შესახებ, ხოლო ცოტა ხნის წინ სიყვარულში გამოუტყდა 17 წლის მსახიობს არიანა გრინბლანტს. Daily Mail-ის ინფორმაციით ჰეილი და ჯასტინ ბიბერი 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ასევე Daily Mail-მა ვარაუდი გამოთქვა, რომ განქორწინების მიზეზი შესაძლოა ჰეილის კოსმეტიკური ბრენდის Rhodes-ის გაყიდვა გახდა კომპანია ELF Beauty-ისთვის. $1 მილიარდ გამოცემის თანახმად ჰეილიმ განქორწინება სწორედ გარიგებამდე გადაწყვიტა, რათა შემოსავალი ჯასტინთან არ გაენაწილებინა. ჯასტინსა და ჰეილის თავად ამ ჭორებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ამასთან ჯასტინმა საერთოდაც წაშალა თავისი ინსტაგრამის ანგარიში.
გადავიდეთ შემდეგ თემაზე. პარიზში ვინც იმყოფებით და ლუვრის დათვალიერებას გეგმავთ, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. ლუვრმა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი, ლუვრი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმი და ხელოვნების გამძლეობისა და სილამაზის საერთაშორისო სიმბოლო, რომელმაც გაუძლო ომებს, ტერორსა და პანდემიას, გაფიცული თანამშრომლების გამო ორშაბათს მუშაობას შეწყვიტა. მუზეუმის ვიზიტორთა თქმით, ეს თითქმის წარმოუდგენელი სანახაობა იყო იმ შენობის კარი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებისა და ცივილიზაციის მრავალ ათასწლოვან საგანძურს ინახავს. სწორედ იმ ადამიანების მიერ დაიკეტა, რომლებიც მნახველებს უნდა ეხმარებოდნენ. მუზეუმის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლუვრი მასობრივი ტურიზმის სიმძიმეს ვეღარ უძლებს. ათასობით დაბნეული და გაოგნებული ტურისტი ბილეთებით ხელში მოულოდნელად აღმოჩნდა ლუვრის ცნობილი პირამიდის გარეთ. გარეთ მონალიზას ოხრა ისმის თქვა კევინ უორდმა, 62 წლის ტურისტმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ათასობით ადამიანი დგას რიგში. არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ახსნა. ალბათ მასაც სჭირდება დასვენების დღე. ლუვრი ზღვარგადასული ტურიზმის სიმბოლოდ იქცა მაშინ, როცა ისეთი ცხელი წერტილები, როგორიცაა ვენეცია და აკროპოლისი, ტურისტული ნაკადების შემცირებას ცდილობდნენ. სოფლიოს ყველაზე ცნობილმა მუზეუმმა, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს, გადატვირთულობის კრიზისულ ზღვარს მიაღწია. გასულ შაბათკვირა სამხრეთ ევროპაში ტურიზმის საწინააღმდეგო კოორდინირებული საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი გამოვიდა მალიორკაში, ბარსელონაში, ვენეციაში, ლისაბონში და სხვა ქალაქებში, სადაც გმობენ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც მათი თქმით ადგილობრივებს ტურისტებით ანაცვლებს და ქალაქის ცხოვრებას აცარიელებს. ბარსელონაში აქტივისტებმა ტურისტებს წყლის პისტოლეტებით დაუმიზნეს, რაც გადახურებული ტურიზმის გაგრილების თეატრალური მცდელობა იყო. ლუვრში სპონტანური გაფიცვა რუტინული შიდა შეხვედრის დროს დაიწყო, როცა გალერეის თანამშრომლებმა ბილეთების გამცემებმა და უსაფრთხოების პერსონალმა უარი თქვეს მუშაობაზე, უკონტროლო ტურისტთა ჯგუფების კადრების დეფიციტისა და როგორც ერთმა პროფკავშირმა უწოდა, შეუძლებელ სამუშაო პირობებზე პროტესტის ნიშნად. ლუვრისთვის იშვიათია კარის დაკეტვა. ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის, პანდემიისა და რამდენიმე გაფიცვის დროს, მათ შორის 2019 და 2013 წლებში. თუმცა მნახველთა თვალწინ მუზეუმის კარი იშვიათად დაკეტილა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე თვის წინ წარადგინა მასშტაბური ათწლიანი გეგმა ლუვრის გადასარჩენად. სწორედ იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა ამოტივტივდა. თუმცა, როგორც ჩანს, თანამშრომლების პირობების შექმნის გაუმჯობესებას ჯერჯერობით სინათლე არ უჩანს, ასე ვთქვათ, და დაპირებული მომავალი შორეული მიუწვდომელი და წარსულში განსახორციელებლად მოსჩანს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღება ლუვრის კარი დამთვალიერებელთათვის. აი, როგორც ჩანს, თვით საფრანგეთში და პარიზში და თვით ლუვრის თანამშრომლებისთვისაც შეიძლება რომ იყოს შრომითი ხელშეკრულებები არა ადამიანური, ისინი ტყუილად არ აპროტესტებენ, ბუნებრივია. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. უკრაინულ მედიაში უკრაინელი მსახიობის იური ფილიპენკოს ომში დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა. განცხადებას მსახიობის მეუღლე კატერინა მოტრიკი 15 ივნისს სოციალურ მედიაში აქვეყნებს. ფილიპენკოს დაკრძალვის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინაში შეწყვის შემდგომ რუსეთმა არაერთ მსახიობს ხელოვანისა და მწერლის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა, სხვები კი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ. მსახიობის მეუღლე ინსტაგრამზე ფილიპენკოს ფოტოს აქვეყნებს და წერს: იურა მოკლეს, იურა გადაჭარბების გარეშე, ჩემი სამყარო, ჩემი სული და ჩემი სინათლე იყო. ამ დანაკარგის გადმოცემა შეუძლებელია თავს განადგურებულად ვგრძნობ. ფილიპენკო ცნობილი იყო 2024 წლის სატელევიზიო სერიალიდან A Promise to God. 2024 წლის აპრილში კი ის აქილევსის თავდასხმის დრონების ბატალიონს შეუერთდა, რომელიც მაშინ უკრაინის 92 თავდასხმის ბრიგადა იყო. მას შემდეგ აქილევსი ცალკე პოლკად გარდაიქმნა და დრონების ხაზის ინიციატივის თანადამფუძნებელი დანაყოფი გახდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დრონების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დანაყოფს წარმოადგენდა.
როგორც უკვე აღნიშნა, უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთმა არაერთი მსახიობის ხელოვანისა და მწერლის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა, სხვაგვარი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაიღუპა. და სხვათა შორის, ვინც უკრაინულ სერიალებს უყურებდა, იმათთვის ნაცნობი იქნება ეს ადამიანი, ბევრ სერიალში მყავს ნანახი და ძალიან გული დამწყდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, რომელიც ვებსიახლეების საშუალებით მოგაწოდეთ. მადლობა, ანა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში. ამჯერად უკვე უნდა შევხედოთ სამზარეულოში და ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი საინტერესო და გემრიელ კერძს მოამზადებს. თუ ჩვენს მაყურებელს არ აქვს გადაწყვეტილი თუ დღეს რა უნდა მოამზადოს სახლში, ასევე ჩვენს კარგი იდეა იმისთვის, რომ ქეთას კერძი გავიმეოროთ, ჩავინიშნოთ ინგრედიენტები. ჩვენს ეთერში შენი კერძი. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს მოვედი თქვენთან ძალიან საინტერესო ასევე ინფორმაციით და თან რეცეპტით. ეს კვირა შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც გამოგადგებათ იმათ, ვისაც გაქვთ აეროგრილი. მოკლედ, ამ კვირის რუბრიკებში ჩემი დამხმარე იქნება აეროგრილი. დღეისათვის რა რეცეპტიც მოგივზადეთ, ეს იქნება ლავაშის პიცა, რომელიც არის დამეთანხმებით და უმარტივესი და ასევე ძალიან გემრიელი, ვისაც პიცა გიყვართ განსაკუთრებით მოგეწონებათ თქვენ. მოდი უკვე დავიწყოთ მომზადება. აქ მაქვს 3 ცალი მრგვალი ფორმის ლავაში. ვიღებთ ჯერ ერთ ლავაშს და ამ ლავაშზე ცოტა ყავს მოვაყრი. ეცადათ რომ კუთხეებში არ მოვაყაროთ, ესე, და ზევიდან მოვათავსებ ერთ ლავაშს, ესე, და მეორეს. ახლა შეგვიძლია უბრალოდ დავიწყოთ ჩვეულებრივი პიცის აწყობა. აქ მაქვს ტომატის соуსი, რომელსაც ახლა წავუსმევ. დავიწყდა ინგრედიენტების ჩამოთვლა. დღეისთვის გვჭირდება ტომატის соуსი, ყველი და ნახევრად შებოლილი ძეხვი. ახლა მოვაყაროთ ყველი. ანუ ასევე შეიძლება რომ კუთხეებში არ მოვაყაროთ. აი ესე და ზევიდან მოვაწყოთ ძეხვი. და რაც ყველაზე მეტად უხდება პიცას, ეს არის ორეგანო. არ დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა, ორეგანოს მოყვა. აი ეს. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა მოვათავსოთ პიცა აეროგრილში. გამოვაყოთ აეროგრილი. გადავიტანოთ პიცა ფრთხილად. აი ესე. და ჩვეულებრივად დავაწვევით ცხობას 15 წუთის განმავლობაში. დაველოდოთ ახლა სანამ ჩვენი პიცა გამოცხოვდა და შემდეგ შეგვიძლია რომ გემრიელად მივირთოთ. ესეც ასე, ჩვენი ლავაშის პიცა მზადდება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელად და მეტად საფუძვლად გამოიყურება. აქ მაქვს პიცის საჭრელი და 4 ნაწილად გავჭრი ახლა პიცას. ხრაშუნაც არის. გემრიელადაც გამოიყურება, როგორც უკვე მოხსენე. ძალიან საყვარელი რაღაცა მინიატურულ პიცას გავს. მინდა გითხრათ, რომ პირველი მსვლელობაა ჩემი აეროგრილით მომზადების და მინდა გითხრათ, რომ ცუდი არ არის ჩემი ელით. ხა გავსინჯავ თქვენთან ერთად. ჩვეულებრივი პიცის გემო აქვს, აი მართლა უბრალოდ აი რესტორანში ან სახლში მომზადებული პიცას რომ მიირთმევთ, ზუსტად ეგ გემო აქვს. არის რაღაც პატარა, ერთი ადამიანისთვის არის გადასარევი, მზადდება ზუსტად 15 წუთში. ამიტომ ვისაც გაქვთ სახლში აეროგრილი, ალიცით რა რეცეპტი მოამზადოთ, არ მოგდით იდეები. აუცილებლად მომზადოთ ეს, იმიტომ რომ არის ძალიან გემრიელი. სახლში ყველას მოგეპოვებათ ეს ინგრედიენტები დარწმუნებული ვარ, ამიტომ გემრიელად მიირთვით, გაუზიარეთ სხვებსაც ეს რეცეპტები. მე მომდევნო რუბრიკაზე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით დახვეწს.
მადლობა ქეთას ნამდვილად გემრიელი კერძისთვის. ეხლა კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და თბილისის დროით ზუსტად 9 საათი შესულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობისა. მოგესალმებით და მე ანა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. 9 საათია და ახალი ამბების დრო. გისმენთ. გიორგი გვარაკიძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად დაირჩია გენპროკურორის პირველ მოადგილეს ხმა საბჭოს 10 წევრმა მისცა. კენჭისყრამდე გვარაკიძემ სხდომაზე შეკრებილებს მოხსენებით მიმართა. აქცენტი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთდა. მან უპასუხა დასმულ შეკითხვებსაც გიორგი გვარაკიძეს ახალ პოსტზე საბოლოო დასამტკიცებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება. პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის სხდომა გაიმართება. სხდომის დღესასრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა. დავით სინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. სხდომაზე მოწვეულები არიან დავით სინდელიანის დედა თამარ არღულიანი, ასევე გია ანსიანი და გიორგი ჭოლოძე. დღეს ბათუმის საკრებულოში მორიგის სხდომა გაიმართება. დეპუტატები ორი კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ, რითაც საგაზაფხულო სესია დაიხურება. გარდა იმისა, რომ დაიხურება საგაზაფხულო სესია, დღის სესიაში გვექნება ორი საკითხი. მოვისმენთ აგრარულ საკითხთა და იურიდიული კომიტეტების ანგარიშებს გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. ამით დაიხურება უმაღლეს საბჭოს საგაზაფხულო სესია და უკვე გაველოდებით საშემოდგომო სესიას, რომელიც სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. მანამდე კომიტეტები ბუნებრივია გააგრძელებენ ჩვეულებრივ და ადმინისტრაცია მუშაობას. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩენას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 19 ივნისის გამოკითხვაზე წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის, რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩენაც, გამგებელი ვაჟა ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი მანინა შაყელაშვილი არიან დაბარებულები. თამარის დასახლებაში კომპანია ნაზილბესა და მოსახლეობას შორის გუშინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კომპანია ნაზილბემ რამდენიმე წლის წინ ყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნის ტერიტორია დაახლოებით 7 ჰექტრამდე ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეისყიდა. კომპანია აქ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპირებს. იქვე მცხოვრები მოსახლეობა კი ითხოვს სადავო ტერიტორიაზე მცირე სტადიონისა და სკვერის მშენებლობას. ნაზილბეს წარმომადგენლების თქმით, ადგილზე არსებული მცირე სტადიონი მოსახლეობას აუშენეს, თუმცა ადგილობრივებს კონკრეტული ლოკაცია არ მოსწონთ. ინციდენტში პოლიციაც ჩაერთო. სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაახლოებით 300 ადამიანი, 300 ოჯახი. ადამიანი კი არა. და რასაც ვითხოვთ, ეს ტერიტორია იყო, რომელიც რომ დაახლოებით 70 წლიდან, 65 წლიდან აქ მაცხოვრებელები ვართ. ჩვენი მშობლები, ყველა ის ადამიანი სარგებლოდით, აქ იყო ქარხანა, რომელიც ბიტმაშის ქარხანას ეძახდნენ. სადაც მუშაობდნენ ჩვენი დედები, მამები, ბაბუები და ბიძიები და ასე შემდეგ. ყველა ის დასახლება, ვინც აქ არის. მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენ ეს ტერიტორია გვინდა ბავშვებისთვის და არა ხალხისთვის და არა კერძო პირებისთვის და ამიტომ ძალიან ვითხოვთ, თხოვნით მოგმართავთ, რომ მოხდეს მოლაპარაკება, ჩვენ არც ის გვინდა რომ ნაზილბეის მეპატრონე დარჩეს დაზარალებული, ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ისეთი მოლაპარაკება, რომ არც ნაზილბეი იყოს დაზარალებული და არც ჩვენ მოსახლეობა და ბავშვები დავზარალდეთ. იქნებ რაიმე შეთანხმება მოხდეს ისე რომ სტადიონი დაგვითმოს ნაზილბეიმ და მთავრობის წარმომადგენლებმა გადასცენ რაიმე მონაკვეთი ისეთი, რომელსაც ჩვენი ბავშვების გახარებულები იქნებიან და ნაზილბეიც არ იქნება დაზარალებული.
ეს არის ნაზილბეს საკუთრება, ეს ტერიტორია 40000 კვადრატმეტრი მიწა. იქ ბოლოში არის კიდევ სტადიონი, რომელიც რომ სოფელ ამ იმაზე რა მიცემული ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებზე. აგერ გადის გზა იმ ღობერაც რომ აიგერ გასული ის არის 1700 მეტრო მიცემული გვაქვს გზა თვითონ. ნაზილბემ დაუთმო მოსახლეობას მისცემარ. იმ ბერიძეს და თუსაკ თავისი იგი რა ქვია ინტერესი, მაგრამ რატომ არ ვიცი. სტადიონის მივეცით, გზაც მივეცით და ჩვენ საკუთრებას რაც აგერ ვაკეთებთ ამ დროს ეს ჩვენ ოფიციალურად გვაქვს ნებართვა და ვაკეთებ უნებართვოდ და უკანონოდ არაფერს არ ვაკეთებთ აბსოლუტურად. მოვიდა, გაგვაჩერებია სამუშაო, პოლიცია გამოვიდა თვითონ, პოლიციამ ჩაერია საქმეში და გააჩერეს იგი რა ქვია მოსახლეობა და დაიწყო ჩვეულებრივად ნორმალურ რეჟიმში მიდის მუშაობა. ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მერვე რეგიონალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში დაჯილდოების პარალელურად გაიმართა გალა კონცერტი. კონკურსის სხვადასხვა საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალურ მიმართულებას მოიცავს. მასში ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რეგიონალური კონკურსის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა. ძალიან აკადემიური, ძალიან კარგი ორგანიზაციით ჩატარდა. არნახული მაღალი დონის ჟურია ჩამოყვანილი და პატიჟებული. 4 ნაწარმოები უნდა დაეკრა ბავშვებს. 4 ნაწარმოებს უკვე დიდი ხანია თითქმის არც ერთ კონკურსზე არ უკრავენ. უკრავენ 2-ს. ისიც რთულია და 4-ის განსაკუთრებით რთულია. ეს არის არჩეულებრივად დიდი мотиваცია ახალგაზრდებისთვის. აჭარის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო რა თქმა უნდა ჩართულია დაფინანსების ნაწილში და დღეს კიდევ ჩვენ დამატებით გრან-პრისთვის გამოყავით 2 პრიზი. ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი მუხტი ახალგაზრდებისთვის და მათი სახელოვნებო განათლების, სახელოვნებო ასე ვთქვათ შემოქმედებითი პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ პროგრამაში მონაწილე 22 ქალის იდეა პროექტი განიხილა სპეციალურმა კომისიამ. გამარჯვებული პროექტები მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება 500-დან 5000 ლარამდე თანხით. პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედა, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, ძალადობის მსხვერპლი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული ქალები პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თავისუფლებიან 10%-იანი თანამონაწილეობისგან. პროგრამა მეოთხე წელია მოქმედებს და მისი მიზანი მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. 35 გამოცდილება მაქვს და უკვე შემიძლია გავფართოვდე და ასევე დავასაქმო რამოდენიმე ადამიანი. ეს პროექტი განვითარების მეც და სხვის განვითარების საშუალებას მაძლევს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უკვე მეოთხედ გამოცხადდა კონკურსი. განაცხადების მიღება დასრულდა 10 ივნისს. საკონკურსო კომისიამ ადგილზეც შეისწავლა მონაწილეების ბიზნეს საქმიანობა. დღეს ვუსმენთ ქალბატონებს, რომლებიც აქ არიან მოსული და თვითონ წარმოგვიდგენენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციებს. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ამასთან გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არაკისა და ხონდაბის ქალაქების მაცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით ევაკუაციისკენ მოუწოდეს. გამოცემა განმარტავს, რომ ხონდაბის გარეუბანში მძიმე წყლის რეაქტორი მდებარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით და დასცინა, რომ მალე სიტუაციურ ოთახში თავის გუნდს მაღალი თანამდებობის პირებს შეკრებს ვარიანტების განსახილველად. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარ 10 საათიდან სოფო ხელაძე გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.
ნახვამდის სულხან ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა ვინც ახლა შემოგვიერთდა და შევახსენოთ ან თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვიმყოფებით. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში გაიგეთ ამინდის უტყუარი პროგნოზი დილის ტალღის სინოპტიკოსისგან. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ უნდა შევარჩიოთ საბავშვო ეტლი, რითი განსხვავდება გონდოლიანი და ტრანსფორმერი ეტლები ერთმანეთისგან და რამდენად მნიშვნელოვანია ქარსითის გამოყენება. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. სტუდიაში კი სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ვინ არის დოულა, რა როლს ასრულებს ის ორსულობისა და მშობიარობის დროს და რატომ ხდება მისი მხარდაჭერა სულ უფრო მნიშვნელოვანი თანამედროვე დედებისთვის. რამდენიმე წუთში გავიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დღევანდელ ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ თვითნასწავლ მხატვარს, რომელმაც თავისი ნიჭი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი ცხოვრება ფერებად აქცია. და ბოლოს სტუდიაში მომღერალ ვანო ბარნოვთან ერთად დავბრუნდებით და გადაცემას მუსიკალურად დავასრულებთ სიმღერით ბათუმზე. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნეთ, უნდა შემოგვიერთდეს კობა ფარტენაძე და გავიგოთ როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში დღევანდელ დღეს. კობა დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, მოგესალმებით, რა მშვენიერი ამინდია ჩვენს ქალაქში და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში დღეს უმეტესად უნალექო დღე იქნება, მზიანი ამინდი ძირითადად, ტემპერატურა კი 28-30 გრადუსამდე მოიმატებს თითქმის ყველგან. ამ წუთას ბათუმის ბულვარში ვიმყოფები, სადაც დიდებული გარემოა დამეთანხმებით, ტემპერატურა 23 გრადუსია დილიდან და საკმაოდაც დაგვითბება, ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია და რაც შეეხება მზის ულტრაისფერ ინდექსს 9. გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები მზეზე გასვლის წინ. და რაც შეეხება კონკრეტულად უკვე საქართველოს ქალაქებს და ტემპერატურულ ფონს, 27 გრადუსი იქნება ბათუმში დღეს, მზიანი ამინდი, ქობულეთშიც ასეთივე ტემპერატურაა, ქედაში 25, შუახევში 24 და ხულოში 21 გრადუსი დაფიქსირდება და უნალექო ამინდი. 18 გრადუსი გოდერძის უღელტეხილზე უნალექო დღე იქნება, ურიკი ლანჩხუთი დღეს 27 გრადუსი, შოხატაური 26, ბახმარო 19, ფოთი 27, ანეკლია 28, სოხუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, კოპიტნარი, ასევე 28 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელი. რაც შეეხება საირმეს 25 გრადუსი იქნება და მესტიაში 23, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი საირმესა და მესტიაში. ბორჯომში დღეს უნალექო დღე იქნება და 26 გრადუსი, რაც შეეხება ბაკურიანს 19 გრადუსი, დრო გამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა და დღე იქნება უმეტესად უნალექო. აბასთუმანში 20, ახალციხეში 27, ისევე როგორც გორში, ცხინვალში დღეს 26 გრადუსი დაფიქსირდება, დედაქალაქში უნალექო დღე იქნება, მზიანი ამინდი 30 გრადუსი და თელოს რაც შეეხება, ასევე მზიანი დღე იქნება და 29 გრადუსი სითბო. საქართველოში უახლოეს დღეებში შენარჩუნდება მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა, როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, 30 გრადუსთან ახლოს იქნება, ღამით კი 15-17 გრადუსია მოსალოდნელი, შესაბამისად, გრილი ღამე, თბილი დღე, ასეა უახლოესი დღეების პროგნოზი, მე მგონი ყველაზე კომფორტული ტემპერატურული ფონი გვაქვს, საკმაოდ გრილა ღამით და დღისითაც ძალიან არ ცხელა, ივნისისთვის დამახასიათებელია მსგავსი მეტეო სიტუაციის შექმნა, ასე რომ გისურვებთ მაქსიმალურად ისიამოვნოთ იმ ამინდით, რასაც სამყარო გვჩუქნის და მშვიდობა გქონოდეთ, ბევრი სასიხარულო წამი მოაგროვეთ ამ ზაფხულს აბა თქვენიცით. მადლობა, კობა, გემშვიდობებით, ხვალამდე. ჩვენ კი საინტერესო რუბრიკით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, მოგეხსენებათ ყოველ ხუთშაბათს ჩვენი კოლეგა ლილიანა საიცაძე საინტერესო რჩევებს გვიზიარებს რუბრიკა საჭესთან მეშვეობით, ხო? ხო ასე. კი, ნამდვილად ასე და გაინტერესებთ როგორ ჩაატაროთ ავტომობილის დიაგნოსტიკა სრულიად უფასოდ სახლის პირობებში, მხოლოდ ერთი მოწყობილობით. ამ ყველაფერს რუბრიკის მეშვეობით გაგიზიარებთ ლილიანა საიცაძე. გაინტერესებთ როგორ ჩაუტაროთ დიაგნოსტიკა თქვენს ავტომობილს სახლის პირობებში? დიახ, ლილიანა, ამაში ჩვენ აი ეს პატარა ხელსაწყო დაგვეხმარება.
მოგესალმებით, მე ვარ ლილიანა საითაძე და დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იქნება ჩემი უსაყვარლესი ოპერატორი ნიკოლას კაჭარავა. მოგესალმებით ლილიანა, მივესალმებით ჩვენს ერგულ მაყურებელს. ამ პატარა ხელსაწყოთი შეგიძლიათ რომ შეამოწმოთ და ჩაუტაროთ თქვენს ავტომობილს დიაგნოსტიკა და გაარკვიოთ თუ რა პრობლემა აქვს და თუ როგორ უნდა ჩაუტაროთ, გვასწავლის ახლავე ნიკოლოზი. არა, შევს მომძანდი. ყველა ავტომობილს აი ეს OBD-ს ბუდე გააჩნია ან საჭის ქვემოთ, ან მარცხენა მხარეს კუთხეში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის BMW 750, ამ შემთხვევაში ამას აქვს მარცხენა მხარეს კუთხეში. ჩვენ წინასწარ შევაერთეთ ეს OBD2-ის სკანერი. შემდეგ მარტივი აპლიკაცია, რომელიც მას მოყვება, ას თანხარი გადასახდელი, არაფერი არ არის გადასახდელი. შევდივართ ამ აპლიკაციაში. რა აპლიკაციაა? ეს არის ჩვეულებრივი აპლიკაცია, რომელიც მას მოყვება. სტრიხოდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ეს აპლიკაცია გადმოიწეროთ ნებისმიერ ტელეფონში, გინდ iPhone-ის, გინდ Android-ში. შესვლა ძალიან მარტივია და როგორც ხედავ, აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, ძალიან ბევრი ფუნქცია და რაც მე მჭირდება, რაც თავარია ამ მომენტში ჩვენ ვნახეთ, რომ ჩეკი მინთია. როგორ ვამოწმებთ ახლა ეს ჩვენ ხსნით პირველ რიგში ვქონქავთ მანქანა, შეგვიძლია დავქონქოთ მანქანა, თუ არა და გავხსნათ უბრალოდ დაფა. შევაერთეთ თავის ადგილას, თავის პორტში შევაერთეთ. შევდივართ აპლიკაციაში. ეს არის აპლიკაცია, სადაც უამრავი რამ არის, ძალიან ბევრ კარგ და საჭირო ამბავს აღმოაჩენთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ ეტაპზე დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა აწერია, დააჭირე. ამომიგდო P0420, ანუ P0420. ეს არის კატალიზატორის დაბალი წარმატობა. ანუ მანქანას სადღაც უჭირს კატალიზატორის სისტემაში. სულ არის 4 აღნიშნა პირველი ასოსი. ამ შემთხვევაში P არის ძრავა, B არის ძარა, C სამუხრუჭე სისტემა, U არის ელექტროსისტემა. ეხლა ვაკეთებ იმას, რაც წესით არ უნდა გავაკეთო. რატო? იმიტომ რომ კი, წესით არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩეკის ჩაქრობა არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას. თუ სახლის პირობების შეძლოთ აღმოფხვრით, თუ არა და უკვე მივაკითხოთ სერვის ცენტრებს აუცილებლად. ანუ ეს გვეხმარება ეს პროგრამა იმაში, რომ ჩვენ გავიგოთ კონკრეტულად, ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის, რა შეცდომა არის, რა არის. ხო არის რომ აგვინთოს ჩეკი ისეთმა პრობლემამ, რომელიც ჩვენ სახში შეგვიძლია შევასწოროთ. გავასწორეთ სახში, მაგრამ ჩეკი არ ჩაქრება. თუ ჩვენ აი ამ პროგრამით ან სპეციალური პროგრამით ჩეკს არ ჩავაკეთებთ, ის თავით არ ჩაქრება. პრობლემას ამას უნდა განულება. კი ბატონო. გავანულოთ უნდა კი ბატონო. კი ბატონო. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამოსავალი უკვე მე ვიცი რომ ჩემს ავტომობილს ჭირდება კონკრეტულად აი კატალიზატორის შემოწმება და არა სხვა სისტემების. მე არ მიწევს კიდევ დგომა კომპიუტერის თავიდან დიაგნოსტიკის რიგში, არ მიწევს ფულის გადახდა, არ დავხარჯავ დროს, ენერგიას, თანხას და პირდაპირ მივდივარ ხელოსთან. ჩავაქროთ. დააწექი? ვაუ. ჩეკი აღარ არის. ნიკოლოზ, რამდენად სანდოა ეს მოწყობილობა შენი პრაქტიკიდან გამომდინარე რო გითხრა? ეს მოწყობილობა მე მაქვს უკვე თითქმის მე-4 წელია სარგებლობ. სპეციალურად არ ჩავაქვე. წავედი და პროფესიონალ ხელოსანთან მივედი, თავის პროფესიონალური ხელსაწყოების შეაერთა, იგივე ამოვაგდოს ზუსტად. დაახლოებით რა თანხის დაზოგვა შეგვიძლია? გასაგებია რომ დავზოგავთ დროს, საწვავს, რიგშიგომას, რაღაც ადამიანურ რესურსებს, გარდა ამისა, ფინანსურიც. ნებისმიერი შემოწმება ფასიანია. დიახ, მინიმუმ 20 და 25 ლარი ჯდება დღეს ჩვეულებრივი სტანდარტული ავტომობილის შემოწმება. რაც შეეხება სკანერს, თუ როგორ და სად უნდა დავასკანეროთ, უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არა ამ ხელსაწყოზე, არამედ ყუთზეა. შეგიძლიათ, რომ თქვენი მობილურით დაასკანეროთ ეს შტრიხ კოდი, გადმოწეროთ აპლიკაცია, იმგზავროთ უსაფრთხოდ და შვიდად. რა თქმა უნდა, მე უსაფრთხო გისურვებთ, აუცილებლად მოუარეთ ავტომობილს და ეს დიდხანს მოგემსახურება თქვენ. წავედით. მადლობა ლილიანას ნამდვილად საინტერესო რჩევებისთვის. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, პირდაპირ ეთერში გიგა ჯიჯევაძე უნდა შემოგვიერთდეს სპორტული ამბებით. სპორტის დროა დილის ტალღაში. და როგორც ვიცი,
ძალიან კარგ ჩართვას გვიმზადებს, რადგან კორტებზე იმყოფება და უკვე დამასწრო კადრმა. ჯიჯი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დემიანა მივესალმები მაყურებელს. მოკლედ, რესურსებო კურსი ხმა მიორდება და თუ გაასწორებენ, კარგი იქნება. მოკლედ, ვიმყოფები ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე. ხვალ სოფლიო აღნიშნავს ჩოგბურთის საერთაშორისო დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენც გამოვეხმაურეთ ამ თემას და მოვედით ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე, სადაც ვისაუბრებთ ამ ულამაზესი სპორტის სახეობის შესახებ, რომელიც 1874 წელს შეიქმნა ინგლისში და მას მერე მოკლედ ყველაზე მეტად უხდება ამ სპორტს ზოგადად, სოფლიო სპორტს. ეს არისტოკრატული სპორტის სახეობა საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა 1910 წლიდან მოკლედ საქართველოში ჩოგბურთს თამაშობენ და ამ სპორტის სახეობით არაერთი ქართველია დაკავებული. ალბათ შემს უკან ზურგს უკან ხედავთ უამრავი ადამიანია დილიდან, დილის 7 საათიდან მოკლედ ვარჯიშობენ ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე ადამიანები, როგორც პროფესიონალები, ასევე დამწყები ჩოგბურთელები, მოკლედ უფრო ცლად ამ ძალიან ლამაზი სპორტის სახეობის შესახებ აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ვოვა გასათიანია ჩემთან ერთად დილიდან და ვისაუბრებთ მოკლედ ჩოგბურთის შესახებ. პირველ რიგში მადლობა დილიდან რომ ჩვენთან ერთად ხართ და გითხარით მოკლედ რამდენად პოპულარულია ჩვენს რეგიონში ჩოგბურთი. ვიცი პასუხი, მაგრამ მაინც თქვენგან უფრო მაინტერესებს რამდენი ადამიანია ჩართული. როგორც ხედავთ დილიდან ბევრი ადამიანი, მაგრამ ისე ზოგადად პროფესიონალურად ჩვენს რეგიონში რამდენი ადამიანი თამაშობს ჩოგბურთს. უშუალოდ თქვენ დღეს დილიდან ნახეთ რომ სურვილი არის ჩოგბურთზე სურვილები რომლებიც არიან ესე იგი დაკავებული ამ სპორტის სახეობით თქვენ წარმოედგინეთ მეცადინეობა რა თქმა უნდა მიმდინარეობს დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე და მსურველები მიმდინარეობს დიდია რომ ძალიან ბევრი რაოდენობა ვერ ხვდება მოედნებზე ჩვენი ჯარით გავცემთ ხოლმე მოედანს და წინასწარ ჯავშანს აკეთებენ მიუხედავად იმისა რომ 8 საჩოგბურთო კორტია მაინც მსურველი იმდენად დიდია რომ ყველას არ აქვს საშუალება რომ მიიღოს დრო საჩოგბურთო კორტზე ჩემი შეხედულებით ერთი ამდენიც რო იყოს კიდევ საკმაოდ ბევრი არის მსურველი დასასწრებად ამას დაემატა კიდევ ბავშვთა სპორტული სკოლა რომელიც ბენზენში იყო კომპლექსური სპორტული სკოლა იქ გაერთიანებულია 200-მდე ბავშვი და ერთდროულად ეს გამოყოფილია ცალკე მოედანი და იქ მიმდინარეობს კიდევ მეცადინეობა. ხო, აი თქვენ ახსენეთ რაოდენობა 250-დან 300-მდე აღწევს დღის მანძილზე. ახალგაზრდათა რამდენად არის პოპულარული? ვიცი ახლა ხედავთ აქ ძირითადად მაინც უფრო დიდი ასაკის ადამიანები ვარჯიშობენ, მაგრამ პატარებში რამდენად პოპულარული სპორტის სახეობა, ანუ წრეებზე რამდენი ბავშვი დადის? დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენთან დღესდღეობით მუშაობს კომპლექსური სპორტული სკოლა, რომელიც ადრე იყო ბენზენს დასახლებაში. ისინი გადმოვიდნენ დროებით ჩვენთან, იქ მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ესე იგი მათი მოყვარულ ბავშვთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის საჯარო სპორტული სკოლა, სადაც თვიური გადასახდელი 5 ლარია და ეს მიზერული ფაქტურად ეს არის სიმბოლური ფასია და ამან საშუალება მისცა ყველა ფენის შესაძლებლობის შემოლებიდან გამომდინარე გაერთიანდნენ ამ სპორტის. ნიჭიერი თაობა მოდის, არის თუ არა ამ პერსპექტიული ახალგაზრდა ჩოგბურთელები, რომელიც დიდ ჩოგბურთს ითამაშებენ, იმიტომ რომ არაერთი წარმატებული ჩოგბურთელი აღზრდილა ამ კორტებზე და არა მარტო ამ კორტებზე, ზოგადად საქართველოს აქვს ამ სპორტში ბევრი წარმატებები, ლეილა მესხიდან დაწყებული, ასე შემდეგ რომ თქვათ, მაგრამ თუ არის ეხლა თქვენ როგორც გამოცდილი პროფესიონალი, თუ ხედავთ წარმატებულ სპორტსმენებს, აი ნიჭიერ თაობას, რომელსაც კოჭებში ეთყობათ, რომ დიდ ტენისი ითამაშებენ. ფაქტურად აი ახლა უკვე სადღაც 18 ივლისში ჩვენ ვატარებთ ბავშვთა პირველობას, სადაც ჩვენ ვარჩევთ ნიჭიერ ბავშვებს. ესე იგი, აქ არის მხედველობაში მისაღები ის ამბავი, რომ ბავშვთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, უფრო იოლია მათთან, ესე იგი, ფაქტურად გამორჩება პერსპექტიული ბავშვების და მე იმედი მაქვს, რომ ისეთი
ცნობილი ჩოგბურთელები როგორც იყვნენ და არის მაგალითად მარიან ბოლქვაძე, გიორგი ცივაძე, ისინი ჩვენი ახსოვსდელები არიან. სულ მალე ალბათ იმ დონის ჩოგბურთელების გვეყოლება. კი ბატონო, ზოგადად გავრცელებულია მითი, რომ ჩოგბურთი არის საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობა. რამდენად არის ინფრასტრუქტურულად, ანუ აქ მოსული ბავშვს თავისი ჩოგანი და ასე შემდეგ მოაქვს თუ აქ ხდება ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცით ეს ამბავი რომ საკმაოდ ძვირია ინვენტარი. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ მაგალითად პირველ რიგში ყოველთვის მშობლები, რომელსაც მოყავთ ბავშვები, თავაზობთ გაერთიანდნენ კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, სადაც ინვენტარი, ბურთები, ყველაფერი, ესე იგი ფაქტურად მისაწვდომია უფასოდ. მე როდესაც ეს ბავშვები პერსპექტივა გამოჩნდება ამ ბავშვების, მე უკვე მშობლებს ვეუბნებით, რომ შეიძინონ მათთვის ცალკე დამოუკიდებლად ჩოგანი, ინდივიდუალურად მოგვდეთ მათ სპორტული ინვენტარი. და ხდება შერჩევა ამ ბავშვების, ცალკე ჯგუფები იყალიბდება პერსპექტიული ბავშვების. აი ეს შეჯიბრებები რო გითხარით, იქ გამოიკვეთება აჭარის ნაკრების წევრები და მე მათთან განსაკუთრებული ვარჯიშები მიმდინარეობს. აჭარის ჩოგბურთის ფედერაცია მათ შეჯიბრებების მონაწილეობისათვის ცალკე თანხებს გამოყოფს ხოლმე სპორტის დეპარტამენტი მე გვერდზე დგომით და წელიწადში გამოვიდეთ თითოეულ ბავშვს დაახლოებით 10-12 შეჯიბრების ტურნირი ახსენდა, ალბათ ერთ-ერთი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო წლების განმავლობაში ბათუმი Ladies Open ეს ტურნირი, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა საკმაოდ გრანდიოზულად. ხო არ იგეგმება რაიმე მსგავსი ტურნირის ჩატარება რეგიონში, იმიტომ რომ ვიცით აქ ბევრი ისეთი ცნობილი სახე ჩამოსულა, რომელსაც მე ძალიან დიდი ჩოგბურთი უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს კორტები არის, ბოლო პერიოდში მე ვიცი, რომ ეს ტურნირი აღარ ტარდებოდა. ხო არ იგეგმება რაიმე მსგავსი? როგორია, ესეთ ეს ტურნირი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია მოედნების ხარისხს და დაგვიწუნეს ბოლო მომენტში, როდესაც ბოლო ტურნირი ჩავატარეთ 17 წელს, დაგვიწუნეს მოედნის ხარისხი და შარშან ჩოგბურთის ხელმძღვანელმა ჩაატარა რეკონსტრუქცია და ამ დროისათვის ეს მოედნები არის სრულიად მზად იმისათვის, რომ ხელმეორედ ჩავატაროთ ასეთი პირობებები. ანუ შესაძლებელია აღდგეს ის ტრადიცია, რომელიც იყო. ამასთან იცით დრო ჭირდება. იმდენად პოპულარულია მთელ მსოფლიოში ჩოგბურთი, რომ ხელმეორედ აღდგენა ამ შეჯიბრების მაგას გარკვეული ხანი ჭირდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია მსოფლიოში ასეთი სპორტული ღონისძიების ჩატარებაზე. დასაგებია. აქვე ძალიან საინტერესოა ალბათ ის ფაქტი, რომ მოყვარულებიც უამრავი დადის, მათ შესაძლოა ხო არა, თქვა იგეგმება მოყვარულებს შორის ამ ტურნირის ჩატარება, იმიტომ რომ დილიდან კიდევ ერთხელ უამრავი ადამიანი ნახე შეხვდა აქ, რომელსაც უყვარს ეს სპორტის სახეობა. მოყვარულთა შორის ხო იგეგმება რამე წლის განმავლობაში ტურნირი, რომელშიც აი ხა ვინც გვიყურებს და უყვარს ეს სპორტის სახეობა, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ახლა ხანს მოყვარულთა შორის ჩატარდა ევროპის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით მოყვარულთა პირველობა. სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ჩამოსული სპორტსმენების მოყვარულების. სადაც აგვისტოს ბოლოს არის კიდევ დაგეგმილი ასეთივე პირველობა. არის სურვილები მოსკოვიდან და ბელორუსიდან გუნდების ჩამოსვლის. სულ რამოდენიმე დღეში ყაზახეთიდან ჩამოვლენ კიდე მათ ჩამოსვლა იმით განისაზღვრება, რომ ერთდროულად ტარდება მათთან ერთად სხვა სახის ტურნირები. კარგით, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად იყავით. წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად ძალიან ლამაზი სპორტის სახეობა და მინდა რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება გქონდეს ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ამ სპორტის სახეობას. ბობა ასათიანი იყო აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. საუბრობდით ამ ულამაზესი სპორტის სახეობის შესახებ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ხვალ მსოფლიო აღნიშნავს ჩოგბურთის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ყველა ამ სპორტის სახეობის წარმომადგენლებს. და წარმატება მოკლედ ყველას ოპერატორი მესვლის ბურთებს მე არ ვარ ესეთი მოქნილი ალბათ გონია რომ ჩოგბურთის თამაში ვიცი მაგრამ არ ვიცი მხოლოდ და მხოლოდ ბურთების დაჭერა შემიძლია ხელში რაკეტკიც არა მოკლედ წარმატება თეორიაში ხარ ძლიერი თეორიაში ჩოგბურთის დღეს ყველას
თეორიაში კი, თეორიაში ყურება ვიცი, გამომდის და ბევრი ისეთი კარგი თამაში მაქვს, ბოლო შეხვედრა სინარი ალკარასის შეხვედრას უყურე, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როლან გაროსის ფინალზე, მოკლედ ფაქტიურად წაგებული შეხვედრა ალკარასმა დაატრიალა და მივხვდი რომ ჩოგბურთში ერთ შეცდომასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ მოტივირებული ხარ გიყვარს ეს სპორტის სახეობა, მოკლედ სასწავლების მოხდენა შეგვიძლია, ასე რომ მოკლედ ვისაც გაქვთ სურვილი, ჯანი გიყვართ ეს სპორტის სახეობა, ნამდვილად ის ადგილია ბათუმის საჩოგბურთო კორტები, სადაც ბევრ ენერგიას დახარჯავთ და დიდ სიამოვნებას მიიღებთ, ასე რომ იცხოვროთ სპორტულად და ჩემსავით სურდო არ შეგაწუხეთ მოკლედ დილიდან. ესეთი იყო ჩემი ჩართვა, ხვალ კი ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ორშაბათს ჩვენს რეგიონში 23 ივნის, უბრალოდ 22 ივნის ჩატარდება ბოდიბილდერთა საერთაშორისო შეჯიბრი და ამ თემაზე ვისაუბრებთ მოკლედ უკვე სტუდიაში სტუმართან ერთად, ასე რომ მე ხვალ ზუსტად 10-15 წუთამდე დაგემშვიდობებით და საინტერესო თემას გვირდებით ხვალ, ასე რომ ხვალაც ჩვენთან ერთად იყავით. გემშვიდობებით ჯიჯი, მე შენიძლიათ იჭერი ხარ მე დარწმუნებული ვარ ჩოგბურთსაც კარგად ითამაშე. კი ჯიჯი და უნდა მეთქვა რომ აი ხვალინდელი დღე ერთად რო აღვნიშნოთ, წავიდეთ ჩვენმა თანამშრომლებმა ერთად და ვითამაშოთ ეს უმაგრესი. ერთხელ გავაკეთეთ ჩვენ ეს ფათაშორის. გქონდა კიდევაც სიუჟეტი. ამასთან დაკავშირებით და ვითამაშეთ და შეიძლება გავიმეოროთ. აბადროებით ჯიჯი. ჯიჯი ახლა კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე. მუშაობთ, ასევე გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით, საძიებო ველში ჩაწერეთ დილის ალღა. იქ რა თქმა უნდა ამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, დაგვაფოლოვეთ, მოგწერეთ თუ იცნობთ საინტერესო ადამიანებს ან იცით საინტერესო ისტორიები გაგვიზიარეთ, ჩვენი გადამღები ჯგუფი მოვა და აუცილებლად გადაიღებს. ამასობაში მოვიდა რადიოს დრო და დილის ტალღა უნდა გადაეწყოს რადიოს ტალღებს. გადავეწყოთ. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ტელემაყურებელსაც და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ეს არის გამოცდები აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული სტრესის პერიოდია და რასაკვირველია, სტრესი თავისთავად არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური რეაქცია გარემოზე, მაგრამ მისი დონის შემცირება სავსებით რეალურია ორგანიზებულობის, თავდაჯერებულობის, გამყარებისა და ამასთან ერთად მშობლისა და მეგობრების თანადგომით, რაც აუცილებელია აბიტურიენტებისთვის. მე კიდევ ერთი გზა ვიცი, მაგრამ თავშევიკავებ. დღეს სწორედ საწინააღმდეგო სტრესზე ვისაუბრებ, დილის რადიო სტუმარი საინტერესო რეკომენდაციებს გაგვაცნობს, აბა თუ მოვათ ჩემთან თანხმედრაში ამას. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობს ფსიქოლოგი ანანო დიასამიძე. ანანო, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და წინა საგამოცდო სტრესზე სასარგებლო რჩევების მისაცემად ხარ მზად საზოგადოებისთვის. ეს დამეთანხმები, რომ ესეთი ემოციური ფონია. და ზოგადად ემოციური ფონი ისედაც სხვანაირია ახლა და ემატება ეს აბიტურიენტების ამბავი და როგორ უნდა დაეხმაროს ამ დროს და როგორ უნდა დაეხმაროს ამ დროს მშობელი შვილს და მოკლედ არაერთი კითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და გისმენთ. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მსმენელებს, წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და მადლობა მოწვევისთვის. ზაფხული ჩვენთვის ყველასთვის ასოცირდება დასვენებასთან, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ეს ძალიან სტრესული პერიოდია. დაგეთანხმებით. არის რაღაც საშუალებები, რითიც შეგვიძლია რომ ეს სტრესი შევიმსუბუქოთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ ის, რომ ეს შიში, შფოთვა, სტრესი თქვენს აღნიშნეთ, რომ არის სავსებით ბუნებრივი რეაქცია. მქონია ასეთი კითხვა, რომ თუ დამეხმარებით, რომ შფოთვა მთლიანად გამიქრეს, ანუ აბსურდულია. გჭირდება ეპიგენეტიკურ პრინციპზე დაყრდნობითაც, ევოლუციურ პრინციპზე დაყრდნობითაც რომ ვიმსჯელოთ უფრო სწორად. კაცობრიობის მრავალსაუკუნიანი ისტორიის მანძილზე ჩვენში დარჩა ის თვისებები და ემოციები თუ უნარები, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს შესაბამისად შიშიც გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ბავშვებს შიში რომ არ აქვთ, ხან დენთან აღჭირდება ხო? შესაბამისად ძალიან გვჭირდება. რითი შეგვიძლია ვმართოთ ეს სტრესი, შფოთვა და შიში. ძალიან სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხშირად ვუყურებთ
ვიმეორებთ ცალ-ცალკე და გვავიწყდება, რომ ეს არის სინთეზური პროცესი და ერთი მეორესთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ ძალიან ეცინებათ და სკეპტიკურად არიან განწყობილები, როცა ვამბობთ, რომ ვარჯიში არის მნიშვნელოვანი. ქართულ რეალობაში მაგალითად ხშირია, რომ მშობლებს გამოყავთ აბიტურიენტები, ვის დროს ბავშვები დამატებით წრეებიდან და სპორტული აქტივობებით ცდილობენ რომ არ დატვირთონ, ხო, მაგრამ რეალურად მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა არის შფოთვა, სტრესი, აქტიურდება ამიგდალა, გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი, შესაბამისად ეს რომ დავარეგულირო, მჭირდება ენდორფინი. ენდორფინს პირველ რიგში გამოყოფს ფიზიკური აქტივობა. ამიტომ ესეთი მარტივი ნაბიჯითაც კი შეიძლება რომ სტრესი ზიანი მიაყენო პირიქით და არა სასარგებლო. რა თქმა უნდა. ასევე ძალიან აქტიურად გამოიყენება თუნდაც ბავშვებშიც შფოთვის დროს სენსორული შეგრძნებების გააქტიურება, შეგრძნების ორგანოების, ჩვენ ვიცით რომ გვაქვს 5 ძირითადი შეგრძნების ორგანო და აი მაგალითად ტექნიკა რომ 5 რაღაც დავინახო და დავაფიქსირო, 3 რაღაც განსხვავებული სუნი შევიგრძნო, სხვადასხვა გემოები შევეხო, სხვადასხვა მდგომარეობის შესაბამისად ესეც ერთგვარად აწყნარებს ნერვულ სისტემას. ანუ ყველას გაგვიგია რომ თბილი ჩაი დავლიოთ, პიტნა, რაღაცები მივიღოთ, ესეც აქტიურებს უბრალოდ შეგრძნების ორგანოებს და იმიტომ აისახება ჩვენზე დადებითად. და რა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, აი ფიზიკური დატვირთვა მსუბუქად ალბათ გავიკეთ, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხანდახან გამოცდის მოლოდინი, მერე შედეგების მოლოდინი იმდენად რთულია და ყველა ადამიანს სტრესთან გამკლავება არ შეუძლია ასე ერთნაირად, ერთი რეცეპტი არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურია და როგორ უნდა ვებრძოლოთ სტრესის შემცირებას, გაქრობას არა, შემცირებას. და ვინც სპორტით არ იყო დაკავებული, მათთვის დაიწყოს ამ პერიოდში სპორტი თუ არა? არა, მცირე ფიზიკური აქტივობა თუნდაც 10 წუთიანი სავსებით საკმარისია. აღმოსავლეთში ამას შეიძლება ეძახდნენ მედიტაციას, სუნთქვით ვარჯიშებს, რელიგიაში შეიძლება დავარქვათ ლოცვა, ანუ ინდივიდუალურია, რაც ადამიანს ეხმარება რომ დამშვიდეს. 10 წუთი თუნდაც ჩვენი ემოციების ფურცელზე გადმოტანა, გოგონებთან განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ასეთი რაღაცეები. სხვათა შორის ამბობენ რომ IQ მნიშვნელოვნად განაპირობებს შფოთვის დონეს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ვიცი, მით უფრო მეტად მეშინია. სოკრატეს არ იყოს, მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, როცა არაფერი არ ვიცი, არც ნერვიულობ შესაბამისად. ამიტომ ხშირად გოგონებთან ამბობენ, რომ უფრო დიდია შფოთვის დონე, იმიტომ რომ მათთვის ეს პიროვნების განსაზღვრელია დიდწილად რა ნიშანს მიიღებენ როგორ, ხო. ამიტომ კარგი იქნება თუ ამაზეც ვიმუშაებთ, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი მე არ განსაზღვრავს. კარგი იქნება თუ ჩემ იდენტობაზე, თვით შეფასებაზე ვიმუშავებ, რომ აი ჩამოვწერო მე ვარ ასეთი მეგობრული კეთილი და ასე შემდეგ და არა ის ქულა, რომელსაც მივიღებ. მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განსაზღვრელი. და ასევე მშობლის როლი აქვს ერთ-ერთი განსაზღვრელი. მთავარი ამბავი რას უწესებს საკუთარ შვილს, რა ბარიერს და რა მოთხოვნები აქვს მშობელთან, ხო, მშობელს შვილთან აი სწორედ ამ აბიტურიენტობის პერიოდში აქ მიდის ბრძოლები გრანტებზე, ჩემმა შვილმა აი ეს ქულა მიიღო, მაშუმა ის ქულა მიიღო და მოკეთ ასე შემდეგ. შობლის როლი და შობლის სწორი პოზიცია რა არის ასეთ დროს. სხვათა შორის საკუთარ თავზე მეტად შეიძლება დაგვეხმაროს ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვართ. შესაბამისად, ძირითადი სტრეს ფაქტორი სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში მაინც არის მშობელი. უზნაძეს მოვიშველიებ განწყობას რამ ხელამნიშნულობა აქვს, მაგრამ ეს უფრო დიდი და ეფექტური დატვირთვის მატარებელია მაშინ, როცა ის ჩემს სურვილზე, ანუ მე თუ სურვილი მაქვს, შესაბამისად ვიქმნი მოლოდინებს, შესაბამისად მიმყავს ჩემი ცხოვრებაც, მაგრამ გარედან თუ ვიღაც მიწესებს მოლოდინებს, ეს ძალიან სტრესულია. კატეგორიულად არ შეიძლება შედარება ის, რომ მე და თქვენ ერთ რეპეტიტორთან დავდივართ და ვემზადებით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთნაირი შედეგი უნდა დავდოთ, იმიტომ რომ ყველას ჩვენი ბუნებრივი რესურსი გვაქვს. ის რომ ვიღაცას ჩემზე ამხელა მოლოდინები აქვს, კიდევ უფრო სტრესულია, ამიტომ ხო, კარგი იქნება თუ ბავშვებს მხარდაჭერას ვაჩვენებთ და არა იმას, რომ მისგან კონკრეტულ შედეგს ველოდებით.
და ჩვენი გადაცემა შემეცნებით მუსიკალურ გასართობი გადაცემის სეგმენტში გადის და მუსიკას რამდენად დიდი როლი აქვს დასწავლის პერიოდში, რადგან ხშირად გვსმენია ადამიანები ამბობენ, რომ დაუშვათ სწავლის პერიოდში მუსიკა ძალიან მეხმარება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პირიქით იდეალური სიჩუმე უნდა იყოს ოთახში, რომ მე გაცილებით უფრო კარგად ავითვისო, რომელია სწორი ან არასწორი, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ და საერთოდ რამდენად დიდი როლი აქვს მუსიკას ჩვენი ამ განტვირთვისთვის. სწორი და არასწორი ეს მით უმეტეს ფსიქოლოგიაში არსებობს, ყველა ინდივიდუალურია დამეთანხმებით. ვიღაცისთვის ისე არის კომფორტული, ვიღაცას ურჩევნია, რომ გარედან რაღაც ხმები ესმოდეს იმისთვის, რომ კონცენტრირდეს. მე ვახსენე შეგრძნების ორგანოების გააქტიურება. სმენაც ერთ-ერთი ჩვენთვის უმთავრესი შეგრძნების ორგანოა. შესაბამისად, მუსიკის მოსმენა, ვისაც რა სტილის სიამოვნებს, იქნება ეს რელაქსაციო მედიტაციის მუსიკები არსებობს ათასნაირი საშუალება. აწნარე მოცარტი თუ პროდინჯი. ვისაც როგორ, კი. ისე ფინეტიკი ვიცით ყველამ რომ გამოირჩევა ამ კუთხით საკმაოდ მაღალი დონე აქვთ განათლების კუთხითაც, იმიტომ რომ ასწავლიან სკოლებში ვედანერგილია ეს სისტემა, სტრესის მართვა, ან ფსიქიკური ჯანმრთელობა მათთან ძალიან პრიორიტეტულია. ამიტომ მუსიკაზეც ხშირად საუბრობენ და თუ არ ვცდები აქვთ ეს პრაქტიკა, რომ სკოლებშიც ასმენინებენ კლასიკურ მუსიკას. მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საინტერესო რჩევები აბიტურიენტებს და აბიტურიენტების მშობლებს, იმიტომ რომ მარტო აბიტურიენტის გამოყოფა არ შეიძლება. ამ მშობელიც ერთ-ერთი მთავარი რგოლია სტრესის მართვაში. მადლობა შენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდა ფსიქოლოგი ანანო დიასამიძე და ჩვენ აბიტურიენტებისთვის გქონდა საინტერესო და სასარგებლო რჩევები. ტელემაყურებელს სურათ წარმატებას, მშვიდად იყავით და ყველაფერი გამოგივართ, დარწმუნებული ვარ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ტელემაყურებელს მშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით. დროებით. დავბრუნდით ეთერში საინტერესო თემით და ვიწყებთ საუბარს ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ორსულობა ქალის ცხოვრებაში ძალიან განსხვავებული და ემოციური პერიოდია, რადგან ამ დროს მუდმივად იცვლება ქალის სხეული, განწყობა, ცხოვრების წესი, შესაბამისად ძალზედ მნიშვნელოვანია ამ დროს მეტი ინფორმაცია და რაც მთავარია ახლობლების თანადგომა, განსაკუთრებით კი მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. წარმოიდგინეთ, ამ დროს გვერდით გყავთ შესაბამისი განათლების მქონე ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ემოციურ, ფიზიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერას. ეს არის დოულა. ვინ არის დოულა და რას გულისხმობს ეს სპეციალობა? ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის სტუდიაში. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობის, მოგესალმებით. დოულა ნინო ბერძნიშვილი, კლინიკური ფსიქოლოგი. ხო, სწორად ვამბობ. დილამშვიდობისა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩემთვის ქართული ტერმინი თვითონ ეს იყო სიახლე. იმიტომ რომ ვიცი რომ ეს როგორც პროფესია ყველა ცივილურ ქვეყანაშია და ზოგადად ორსულებს ალბათ ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და ამ თანადგომას უბრალოდ ოჯახის წევრი ბუნებრივია ვერ გაუწევს ორსულს, ამისთვის საჭიროა მცოდნე პირი. მოდით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ალბათ სათამაშო დოლ აქედან მოდის თუ არა, სხვათა შორის დოულა არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ქალის მსახურს. კარგი გაგებით უძველეს პროფესიას ვეძახი, ოღონდ ყოველთვის ვამატებ ეს ის არ არის, რაც თქვენ გონიათ. იმიტომ რომ ეს პროფესია არსებობს ოდითგანვე, ფაქტიურად სამყაროს შექმნის დღიდან, როცა ქალებს ეხმარებოდნენ მშობიარობაში უხუცესი ქალები და ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქალის გვერდით ყოფილიყო ისეთივე ქალბატონი, ვისაც განცდილი აქვს მშობიარობის პერიოდი და ვინც მას დაეხმარება. რა თქმა უნდა, როგორც საინფორმაციო თვალსაზრისით, როგორც თქვენ სწორად ზანეთ, ასევე ფიზიკურად და ემოციურად. და აი დოულას პროფესია მსოფლიოში უკვე 50 წელზე მეტია, რაც როგორც პროფესიად არის ქცეული და მიხარია, რომ საქართველოში შემოვიტანე 5 წლის წინ ეს პროფესია, გახლავართ დოულების ასოციაციის პრეზიდენტი, ამ პროფესიის დამფუძნებელი საქართველოში და მინდა რომ მაქსიმალურად განვითარდეს დოულას პროფესია, ამაღლდეს ცნობიერება ორსულობა
მშობიარობის კუთხით, იმიტომ რომ მშობიარობა განსაკუთრებული პროცესია ქალის ცხოვრებაში და ამაზე მის წარმატებაზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი რაღაც, არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ ოჯახისთვის. რამდენად გამოგდით და გამოგივიდეთ ამ 5 წლის განმავლობაში ქალბატონებისთვის მიგეწვდინათ ეს ინფორმაცია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა ყველა ქალის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ორსულების და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ეს არის უწყვეტი პროცესი და მადლობას გიხდით, რომ დღესაც გვაქვს ამის საშუალება, იმისთვის, რომ ბევრი პრაქტიკული რჩევა მივაწოდოთ ქალბატონებს. დოულას პროფესია უკვე დამკვიდრებული არის საქართველოში, ყავს პროფესიონალი დოულები, ასევე სამედიცინო პერსონალმაც იციან, რომ დოულები მათთან ერთად ტანდემში მუშაობენ. ესენი არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დოულა არ ერევა პროცესებში, თუმცა მუშაობს მე ან გინეკოლოგთან, ბებიაქალთან უწყვეტ ჯაჭვში და ქალს ეხმარება არა მხოლოდ ორსულობის პერიოდში, თუმცა დაწყებული მეორე ტრიმესტრიდან ის არის უკვე ქალის გვერდით, ის უზრუნველყოფს სპეციალური სავარჯიშოების, სპეციალური დამხმარე ტექნიკების უზრუნველყოფას, გაკეთებას, იმისთვის, რომ შეუმცირდეს ქალს ტკივილები, იმისთვის, რომ მისი სხეული იყოს სწორად მომზადებული მშობიარობისთვის და შემდგომ უკვე მშობიარობის პროცესშიც ის არის ქალის გვერდით და ეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში. ასევე ანამ ტექსტში ახსენე ხო, რომ ფსიქოლოგიურადაც ეხმარებაო, ხო? ემოციურად. კი. მე როგორც ფსიქოლოგი ამას ყოველთვის გავმიჯნავ ხოლმე, იმიტომ რომ ემოციური დახმარება ცალკეა, დოულა ფსიქოლოგი არ არის. თუმცა იქიდან გამომდინარე ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ძალიან ბევრი ჰორმონი ორსულობა მშობიარობის დროს, იმისთვის რომ არ დაგჭირდეს ხელოვნური ოქსიტოცინი, იმისთვის ეს ოქსიტოცინი ბუნებრივად იყოს გამოყოფილი, საშვილოსნოს შეკუმშვა მოხდეს სწორად და დროულად. ამისთვის არის საჭირო ზუსტად აი ეს ზრუნვის ჰორმონები, სიყვარულის ჰორმონები, რომელიც ქალს სჭირდება. და აი როგორ ხდება მაგალითად დაფეხმძიმდა ქალბატონი, როგორ უნდა გიპოვოთ, როგორ ხდება აი თქვენი აყვანა, ასე თქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას და რომელი თვიდან, ანუ შეუძლია დაგვიკავშირდნენ უკვე მეორე ტრიმესტრიდან, თუმცა არსებობენ ძალიან ესეთი აქტიური ქალბატონები, ვისაც უყვართ ადრინული პერიოდიდანვე ყველაფრის დაგეგმვა, მაგრამ პირველი ტრიმესტრი ეს არის უშუალოდ ჯერ კიდევ ნაყოფის განვითარების პერიოდი. ამიტომაც მეორე ტრიმესტრი აბსოლუტურად საკმარისი არის. შეუძლია დავუკავშირდნენ კავკასია-აზიის დოულების ასოციაციის ეგიდით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ გაცნობას დოულებთან. მნიშვნელოვანი არის, რომ დოულა და ქალბატონი ერთმანეთს იცნობდნენ, იყოს ის ემოციური თანხვედრა და ბმა, რომელიც აუცილებელია და შემდგომ არის რიგი შეხვედრებისა, როცა ქალს ეხმარებიან სამშობიარო გეგმის შედგენაში. სად სურს მას მშობიარობა, რა გზით სურს მას მშობიარობა. ვერმა ქალბატონმა არ იცის, რომ საქართველოში სხვათა შორის ძალიან კარგად არის განვითარებული მშობიარობის სფერო და შესაძლებელია წყალში მშობიარობაც კი. გვაქვს სამშობიარო სკამები. ქალმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, უნდა იცოდეს ის გზები, რა გზითაც მას შეუძლია შესაბამისი დახმარების მიღება. ასევე შეუძლია 3S-ის უზრუნველყოფა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობის დროს, ეს არის სითბო, სიჩუმე და სიბნელე. ეს 3 ასპექტია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქალმა გააჩინოს კომფორტულ, დაცულ გარემოში და მისმა სხეულმაც და გონებამაც იგრძნოს, რომ მოვიდა ის პერიოდი, როცა ბავშვს უნდა დავეხმაროთ, ბედნიერად მოევლინოს სამყაროს. კი ბატონო. ასევე ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია პოსტმშობიარობის პერიოდი. მეორე შვილი მყავს და გავლილი მაქვს ეს გზა და ვიცი რომ ემოციურად რაღაცნაირი რთული მომენტები აქვთ ხოლმე ქალბატონებს. ამ კუთხით როგორ ეხმარებიან დოულები ქალბატონებს, დედებს. უკვე მსოფლიოში არაერთი კვლევაა ჩატარებული და კვლევებზე დაფუძნებული არის, რომ დოულას მხარდაჭერა და ზოგადად ძალიან ხარისხობრივად სწორი მხარდაჭერის მიღება ეხმარება ქალს შეამციროს პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკი და შეამციროს ის კი არა უფრო მეტიც სამშობიარო დრო 41 წუთით. მიიღოს ბუნებრივი გაუტკივარების საშუალება, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივად მშობიარობას და ხელოვნური გაუტკივარების შემცირებას ან საერთოდ მასზე უარის თქმას. რეალურად გრავიტაცია არავის არ გაუქმებია, ქალი არ უნდა იწვეს მშობიარობის პერიოდში, ქალს შეუძლია
და უნდა იმოძრაოს, უნდა იყოს აქტიური იმისთვის, რომ ბავშვს დავეხმაროთ სამშობიარო გზები გამოიაროს მაქსიმალურად კომფორტულად. და აი ამ კუთხით გოდოულას თანადგომა ძალიან ეხმარება ქალს, იმიტომ რომ ასწავლის მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველ წამს არის მის გვერდით. კი ბატონო, და ჩვენ რაღაცა შეგვიძლია პრაქტიკული სავარჯიშოებიც გავიაროთ აქვე და ვაჩვენოთ ჩვენს აუცილებლად დღეს საინტერესო დღე გვაქვს, იმიტომ რომ ის ინვენტარიც, რაც მოვამზადეთ ქალბატონებისთვის, ერთგვარი კარგი პრაქტიკული და ხილული მასალა არის. მეგან მარკლის ვიდეო გახდა ძალიან ვირუსული, ის დააფიქსირეს სამშობიაროში, აი ამ ცეკვითი მოძრაობების შესრულების დროს და ნუ როგორც ყველაფერზე აღმოჩნდნენ ჰეითერებიც, რომლებმაც თქვეს, რომ სამეფო ოჯახიდან ქალბატონს არ ეკადრება ასეთი მოძრაობების შესრულება. თუმცა უკადრესი აქ ნამდვილად არაფერი არის, ეს არის სპეციალური ცეკვითი მოძრაობები ამ მიმართულების Dancing for Birth შემომტანი მე ვარ ასევე საქართველოში, რომელიც ეხმარება სხეულის მომზადებას და მენჯბარძაყი შეძლებს კადრში ვაჩვენოთ ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ ამის ვიდეო და ძალიან გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვმა სწორად გამოიაროს სამშობიარო გზა. ასევე აი თუ მომაწყდით გაჩვენებთ კიდეც, ასევე ჩვენი მენჯების მაკეტი. ჩვენ შეგვიძლია სწორად დავინახოთ, აი ეს არის მენჯები, ეს არის ყუდუსუნის ძვალი, აი აქ იქნება შორისი, ხო? გჭირდება აი ამ არის გაფართოება იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ჩამოვიდეს. და შესაბამისად, იმისთვის, რომ მან გამოიაროს სწორად სამშობიარო გზები, იმისთვის, რომ მან ბრუნი შეასრულოს, აი ეს ბრუნი სწორად და სწორად ჩამოვიდეს, გჭირდება, რომ ეს არე გავაფართოვოთ. იმისთვის, რომ ეს არე გავაფართოვოთ, ჩვენ უნდა შევასრულოთ სპეციალური მოძრაობები და დავეხმაროთ. არსებობს, ამბობენ ხოლმე, რომ არსებობს ვიწრო მენჯი, ეს ნამდვილად ასე არ არის. ვიწრო მენჯი არის არასწორი ტერმინი, ყველა ქალს აქვს საკმარისად ფართო მენჯი იმისთვის, რომ ბავშვი დაიბადოს. უბრალოდ სწორი პოზიციების შერჩევა აუცილებელი. და ასევე შეგვიძლია ვაჩვენოთ მაკეტი, აი ასე არის წარმოდგენილი გახსნა. ეს არის 1, ეს არის 10, იმისთვის, რომ ქალმა იცოდეს გახსნა და სრული გახსნა როგორ გამოიყურება. ზუსტად აი ამ მოძრაობების შესრულება ეხმარება იმაში, შემცირდეს დრო და გახსნა მოხდეს უფრო სწრაფად და უფრო კომფორტულად და ჩახევების და სხვა დანარჩენი რისკი კი შევამციროთ მინიმუმამდე. კი ბატონო. ასევე შეგვიძლია გადავიდეთ და რამოდენიმე ასევე შეგვიძლია აუცილებლად შევასრულოთ კიდეც იმედია დამეხმარებით. თუმცა აქვე შეგვიძლია დავდგეთ, იმიტომ რომ ჩვენი კამერები მოახერხებენ ამ ყველაფრის. კი ბატონო. თქვენ თუ არ ხართ წინააღმდეგი, იქნებით უკვე ასე ვთქვათ, დამშობიარები დედა. კი ბატონო. რადგანაც დედა ხართ კიდეც, დაგეხმარებით. აი ასე. ამ მოძრაობების შესრულება შეუძლიათ უკვე როგორც დედებს, ასევე შეუძლიათ ქალბატონებს, რომლებიც არიან ორსულად და ასევე შეუძლიათ მათ პარტნიორებსაც ამ კუთხით თქვენს გთხოვდით შემდგომ მონაწილეობის მიღებას. ეს შეიძლება რომ დაიჭირო? ბავშვი შეგიძლიათ რომ დაიჭიროთ და უფიქსიროთ მას თავი. აი აქ უზრუნველყოთ კანი-კანთან კონტაქტი, იმიტომ რომ ახალშობილისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე ის მოძრაობები, რომლებსაც ჩვენ ახლა შევასრულებთ, რომლებიც აჩვენეს მეგან მარკლის ვიდეოში, ასევე დაეხმარება ბავშვს, რომ უკეთ დაიძინოს, უკეთ მოისვენოს და დედასთან განუწყვეტელი კონტაქტი ჰქონდეს. აბა ორსულებო კი არა და უკვე ორსულებო დილამშვიდობისა, შვილიანო დედებო, ასევე გავიღვიძოთ და გავაკეთოთ ის რამდენიმე მოძრაობა, რომელიც არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ ჩვენი სხეულის ტონუსი. შეგახსენებთ, რომ მეორე ტრიმესტრიდან, ანუ მე-12 კვირის ჩათვლით, შეგიძლიათ ამ მოძრაობების შესრულება. და იმედია, რომ მუსიკაც პარალელურად იქნება, თქვენთან იქნებით ბავშვით და
შეგვიძლია პირველ რიგში მივიღოთ სწორი პოზა. ამისთვის უნდა დავდგეთ თითქოს თავიდან ვიღაცა გვეკაჩება, თავი უნდა იყოს აწეული, მხრები უნდა იყოს ჩამოშვებული და ვუზრუნველყოთ ჩვენი სხეულის სწორი განლაგება. ასევე შეგვიძლია ოდნავ მუხლები ჩამოუშვათ, იმიტომ რომ როცა გავართ სწორად, ჩვენ მიხრა-მოხრის გაკეთება ძალიან გვირთულდება. ამიტომაც ოდნავ მუხლებს ვუშვებთ და ვაკეთებთ აი ასეთ მოძრაობებს გვერდით. საკმაოდ ლამაზი მოძრაობები. ლამაზი კომფორტული მოძრაობები. ეს მოძრაობები თითქოს ბავშვი წევს აკვანში და ირხევა, შეგიძლიათ დაიდოთ ხელზე, ხელი მუცელზე და გააკეთოთ კიდევ მოძრაობები წინ, უკან. წინ, უკან. ამ მოძრაობების შესრულება შეგიძლიათ ასევე ფიტბოლზე. შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე გვერდითი მოძრაობები. აი ასე. კიდევ ეს როგორც ორსულებისთვის ასევე პოს შობიარო პერიოდში კი ბატონო. კარგია ეს ვარჯიშები. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ ისთვის არის კარგი. მოძრაობები კარგი არის იმისთვის რომ მენჯი გაიხსნას, იმისთვის რომ ხუდუსუნის ძვალი წავიდეს ცოტათი უკან, იმისთვის რომ მეტი სივრცე იყო ბავშვის დაბადებისთვის. მუხლები ოდნავ ქვემოთ და შეგვიძლია დავამატოთ ხელები, იმიტომ რომ ხელებიც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ჩვენი აქტიურობისთვის ბავშვი გიჭირავს, კი ბატონო. და შესაძლებელია ასევე ერთი ფეხი გვიდგას ასე, ერთი ჩამოუშვათ. აი, კი ბატონო. მეორე ფეხითაც იგივე მოძრაობების შესრულება. და შეგვიძლია გაკეთება კიდევ აი ასეთი მოძრაობები. კი ბატონო. ჩვენ სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვაქვს რომ თითოეული ვარჯიში ვაჩვენოთ. დროში შეზღუდულები ვართ, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ასევე თქვენ გაქვთ აი ეს რისთვის არის კარგი, ძალიან დამაინტერესა ამანაც. ეს არის ძალიან კარგი მოწყობილობა იმისთვის, რომ ყველაზე მეტად მოწყვლადი არის წელის ქვედა არე. დაახლოებით L4, L5-ის მიდამოში, ამიტომაც ძალიან კარგია სპეციალური მასაჟის მოძრაობების შესრულება, ასევე მეორე ბურთი უზრუნველყოფს იმისთვის, რომ აკუპრესურული მოძრაობები გაკეთდეს, ეს ეხმარება ქალს ტკივილის შემსუბუქებაში. მაშინ როცა უკვე სამშობიარო პერიოდია, მაშინ როცა უკვე ტკივილები ქალს ეწყება, შესაბამისად სწორი სუნთქვა არის ცხვირით შესუნთქვა და უფრო ხანგრძლივი გამოსუნთქვა პირით და ასევე ეს მოძრაობები, რომელსაც შეუძლია პარტნიორიც დაეხმაროს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად ვფიქრობ, რომ ყველა ქალისთვის, ახალგაზრდა ქალისთვის საინტერესოა ეს ყველაფერი. ნინო ბერძნიშვილი, დოულა, კლინიკური ფსიქოლოგი იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდით ზოგადად ამ პროფესიაზე და რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როგორც ორსულების, ასევე პოსტმშობიარობის პერიოდის დროს ქალების. მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენ კი ახლა დროშ შევხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ რას გვიმზადებს ჩვენი ნორჩი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. ნახოთ. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს მოვედი თქვენთან ძალიან საინტერესო ასევე ინფორმაციით და თან რეცეპტით. ეს კვირა შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც გამოგადგებათ იმათ, ვისაც გაქვთ აეროგრილი. მოკლედ ამ კვირის რუბრიკებში ჩემი დამხმარე იქნება აეროგრილი. დღეისათვის რა რეცეპტიც მოგივზადეთ, ეს იქნება ლავაშის პიცა, რომელიც არის დამეთანხმებით და უმარტივესი და ასევე ძალიან გემრიელი, ვისაც პიცა გიყვართ განსაკუთრებით მოგეწონება თქვენ. მოდი უკვე დავიწყოთ მომზადება. აქ მაქვს 3 ცალი მრგვალი ფორმის ლავაში. ვიღებთ ჯერ ერთ ლავაშს და ამ ლავაშზე ცოტა ყავს მოვაყრი. ეცადათ რომ კუთხეებში არ მოვაყაროთ, აი ესე, და ზევიდან მოვათავსებ ერთ ლავაშს, ესე, და მეორეს. ახლა შეგვიძლია უბრალოდ დავიწყოთ ჩვეულებრივი პიცის აწყობა. აქ მაქვს ტომატის соуსი, რომელსაც ახლა წავუსმევ. დავიწყდა ინგრედიენტების ჩამოთვლა. დღეისთვის გვჭირდება ტომატის соуსი, ყველი და ნახევრად შებოლილი ძეხვი. ახლა მოვაყაროთ ყველი. ანუ ასევე შეიძლება რომ კუთხეებში არ მოვაყაროთ. აი ესე და ზევიდან მოვაწყოთ ძეხვი.
რაც ყველაზე მეტად უხდება პიცას, ეს არის ორეგანო. არ დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა, ორეგანოს მოყვა. აი ეს. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა მოვათავსოთ პიცა აეროგრილში. გამოვაყოთ აეროგრილი. გადავიტანოთ პიცა ფრთხილად. აი ესე. და ჩვეულებრივად დავაწვევით ცხობას 15 წუთის განმავლობაში. დაველოდოთ ახლა სანამ ჩვენი პიცა გამოცხდება და შემდეგ შეგვიძლია რომ გემრიელად მივირთვით. ესეც ასე, ჩვენი ლავაშის პიცა მზადდება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელად და მეტად საფუძვლად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეს პიცის საჭრელი და 4 ნაწილად გავჭრი ახლა პიცას. ხრაშუნაც არის. გემრიელადაც გამოიყურება, როგორც უკვე ვახსენე. ძალიან საყვარელი რაღაცა მინიატურულ პიცას გავს. მინდა გითხრათ, რომ პირველი მსვლელობაა ჩემი აეროგრილით მომზადების და მინდა გითხრათ, რომ ცუდი არ არის ჩემი ელით ხა. გავსინჯავ თქვენთან ერთად. ჩვეულებრივი პიცის გემო აქვს, აი მართლა უბრალოდ აი რესტორანში ან სადმე სახლში მომზადებული პიცას რომ მიირთმევთ, ზუსტად ეგ გემო აქვს. არის რაღაც პატარა, ერთი ადამიანისთვის არის გადასარევი, მზადდება ზუსტად 15 წუთში. ამიტომ ვისაც გაქვთ სახლში აეროგრილი, ალიცით რა რეცეპტი მოვამზადოთ, არ მოგდით იდეები. აუცილებლად მოვამზადოთ ეს, იმიტომ რომ არის ძალიან გემრიელი. სახლში ყველას მოგეპოვებათ ეს ინგრედიენტები დარწმუნებული ვარ, ამიტომ გემრიელად მიირთვით, გაუზიარეთ სხვებსაც ეს რეცეპტები. მე მომდევნო რუბრიკაზე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, დახვეწეს. მადლობა ქეთა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და საქართველოს დროით ზუსტად 10 საათი შესრულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სოფო ხელაძე შემოგვიერთდება. სოფო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ახალ ამბებს მოგიყვებით 10 საათისთვის განვითარებულს. გისმენთ. აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურება. პლენარულ სხდომაზე ანგარიშებს წარადგენენ აგრარულ გარემოს დაცვის, ასევე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გუშინ უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინეს. გარდა იმისა, რომ დაიხურება საგაზაფხულო სესია, დღის სესიაში გვექნება ორი საკითხი, მოვისმენთ აგრარულ საკითხთა და იურიდიული კომიტეტების ანგარიშებს გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. ამით დაიხურება უმაღლეს საბჭოს საგაზაფხულო სესია და უკვე დაველოდებით საშემოდგომო სესიას, რომელიც სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. მანამდე კომიტეტები ბუნებრივია გააგრძელებენ ჩვეულებრივ და ადმინისტრაცია მუშაობას. გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე შეირჩა. საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს დაუჭირეს მხარი. პროკურატურის ცნობით საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა. კენჭისყრამდე გვარაკიძემ სხდომაზე შეკრებილებს მოხსენებით მიმართა. აქცენტი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთდა, უპასუხა დასმულ შეკითხვებსაც. ჩორჩენას ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად წაღულის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და ამავე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი არიან დაბარებულები. საუბარია საქმეზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟს უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება. მისი ერთ-ერთი ეპიზოდია 2019 წელს გიორგი
გახარიას გადაწყვეტილება სოლთელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ. ამავე საკითხის განსახილველად ორშაბათს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გიორგი გახარია კიდევ ერთხელ არის დაბარებული. აგრძელებს მუშაობას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც ამჯერად ხდომაზე 2008 წელს გაუჩინარებული და მოკლული რეინჯერის დავით ცინდელიანის დედას ელოდებიან. შეგახსენებთ, ცინდელიანის საქმე პროკურატურამ 2014 წელს გახსნილად გამოაცხადა და შედეგად კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავას ბრალი დაუმძიმდა. დროებითი კომისიის წევრები დღესვე განიხილავენ ზუსტად 6 წლის წინანდელ 20 ივნისის მოვლენებს. ხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. რეზოლუციის საბოლოო პროექტში ამჯერადაც დაგმობილია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა. რეზოლუციის ავტორები მზია მაღლობელის, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და აქტივისტ მათე დევიზის გათავისუფლებას ითხოვენ. რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში გუშინ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია მაღლობელის შესახებ დებატები შედგა. So next week, leaders will meet in Hague for the NATO. That cannot be overstated. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტარზე და განაცხადა, რომ ირანელი ხალხი თეირანში მის ლიდერების გარშემო ერთიანდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღიად გამოთქვა ვარაუდი, რომ ისრაელის სამხედრო თავდასხმებმა შეიძლება ირანში რეჟიმის შეცვლა გამოიწვიოს. ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა მიცის სადიმალება ხამენეიმ, მაგრამ ვაშინგტონი ჯერჯერობით მის მოკლას არ აპირებს. კითხვაზე თუ რა რეაქცია ექნებოდა მას, თუ ისრაელი ხამენეის მოკლავდა შეერთებული შტატების დახმარებით, პუტინმა უპასუხა: მე არც კი მინდა ამ შესაძლებლობის განხილვა. თეირანის ქუჩებში ასობით ირანელი გამოვიდა, ისინი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, ხელში ეროვნული დროშები ეჭირათ და ისრაელისა და ამერიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უპირობო კაპიტულაციის შესახებ. ისრაელის მედიის ინფორმაციით ირანის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო თავდასხმა წინა დარტყმებთან შედარებით უფრო ძლიერი იყო. რაკეტები ბეერშებაში მდებარე საავადმყოფოს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით არიან დასჯავებულები. ირანმა ამ თავდასხმისას 20 რაკეტა ისროლა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განაახლა დარტყმები თეირანსა და მის შემოგარენში მდებარე სამიზნეებზე და გაავრცელა გაფრთხილებები და ევაკუაციის შესახებ შეტყობინებები კიდევ 2 ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. თეთრი სახლის წინ ირან-ისრაელი ომის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და ირანსა და ისრაელს შორის ბოლო სარაკეტო დარტყმები გააპროტესტეს. პალესტინისა და ირანის დროშებით ათობით დემონსტრანტი სკანდინებდა ლოზუნგებსა და ეჭირა პლაკატები, რომლებიც მოითხოვდნენ ამერიკასა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების დასრულებას ახლო აღმოსავლეთში. მშვიდობიანი პროტესტი დაძაბულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ ისრაელის დროშები აღმართა და პოლიცია იძულებული გახდა ზომები მიეღო, რადგან პროისრაელისა და ომის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები თეთრი სახლის ღობესთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აპირებს თუ არა იგი ირან-ისრაელის ომში ჩართვას. თამარის დასახლებაში კომპანია ნაზილბესა და მოსახლეობას შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კომპანია ნაზილბემ რამდენიმე წლის წინ ყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნის ტერიტორია დაახლოებით 7 ჰექტრამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიზღიდა. კომპანია აქ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპირებს. იქვე მცხოვრები მოსახლეობა კი ითხოვს სადაო ტერიტორიაზე მცირე სტადიონისა და სკვერის მშენებლობას. ნაზილბეს წარმომადგენლების თქმით, მცირე სტადიონი მოსახლეობას აუშენეს, თუმცა ადგილობრივებს არ მოსწონთ ლოკაცია. ინციდენტში პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის შეხლა შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაახლოებით 300 ადამიანი, 300 ოჯახი. ადამიანი კი არა. და რასაც ვითხოვთ,
ეს ტერიტორია იყო, რომელიც რომ დაახლოებით 70 წლიდან, 65 წლიდან აქ მაცხოვრებლები ვართ. ჩვენი მშობლები, ყველა ის ადამიანი სარგებლოდით, აქ იყო ქარხანა, რომელიც ბიტმაშის ქარხანას ეძახდნენ. სადაც მუშაობდნენ ჩვენი დედები, მამები, ბაბუები და ბიძიები და ასე შემდეგ. ყველა ის დასახლება, ვინც აქ არის. მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენ ეს ტერიტორია გვინდა ბავშვებისთვის და არა ხალხისთვის და არა კერძო პირებისთვის და ამიტომ ძალიან ვითხოვთ, თხოვნით მოგმართავთ, რომ მოხდეს მოლაპარაკება, ჩვენ არც ის გვინდა რომ ნაზილბეის მეპატრონე დარჩეს დაზარალებული, ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ისეთი მოლაპარაკება, რომ არც ნაზილბეი იყოს დაზარალებული და არც ჩვენ მოსახლეობა და ბავშვები დავზარალდეთ. იქნებ რაიმე შეთანხმება მოხდეს ისე რომ სტადიონი დაგვითმოს ნაზილბეიმ და მთავრობის წარმომადგენლებმა გადასცენ რაიმე მონაკვეთი ისეთი, რომელსაც ჩვენი ბავშვების გახარებულები იქნებიან და ნაზილბეიც არ იქნება დაზარალებული. ეს არის ნაზილბეს საკუთრება. ეს ტერიტორია 40000 კვადრატმეტრი მიწა. იქ ბოლოში არის კიდევ სტადიონი, რომელიც რომ სოფელ ამ იმაზე რა მიცემული ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებზე. აგერ გადის გზა იმ ღობერაც რომ აი გერ გასული ის არის 1700 მეტრო მიცემული გვაქვს გზა თვითონ. ნაზილბემ დაუთმო მოსახლეობას მისცა, მაგრამ იმ ბერიძეს და თუსაკ თავისი იგი რა ქვია ინტერესი, მაგრამ რატომ არ ვიცი. სტადიონის მივეცით, გზაც მივეცით და ჩვენ საკუთრებას აგერ ვაკეთებთ ამ პროცესს. ჩვენ ოფიციალურად გვაქვს ნებართვა და ვაკეთებ, უნებართვოდ და უკანონოდ არაფერს არ ვაკეთებ აბსოლუტურად. მოვიდა, გაგვაჩერებია სამუშაო, პოლიცია გამოვიდა თვითონ, პოლიციამ ჩაერია საქმეში და გააჩერეს, იგი რა ქვია, მოსახლეობა და დაიწყო ჩვეულებრივად ნორმალურ რეჟიმში მიდის მუშაობა. ქობულეთის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ პროგრამაში მონაწილე 22 ქალის იდეა პროექტი განიხილა სპეციალურმა კომისიამ. გამარჯვებული პროექტები ფინანსდება 500-დან 5000 ლარამდე. პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქალი, მათი დედა, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, ძალადობისხვევლი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული ქალები პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თავისუფლდებიან 10% თანამონაწილეობისგან. პროგრამა მეოთხე წელია მოქმედებს და მისი მიზანი მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. 35 წლიანი გამოცდილება მაქვს და უკვე შემიძლია გავფართოვდე და ასევე დავასაქმო რამოდენიმე ადამიანი. ეს პროექტი განვითარების მეც და სხვის განვითარების საშუალებას მაძლევს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უკვე მეოთხედ გამოცხადდა კონკურსი. განაცხადების მიღება დასრულდა 10 ივნისს. საკონკურსო კომისიამ ადგილზეც შეისწავლა მონაწილეების ბიზნეს საქმიანობა. დღეს ვუსმენთ ქალბატონებს, რომლებიც აქ არიან მოსული და თვითონ წარმოგვიდგენენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციებს. ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მერვე რეგიონალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში დაჯილდოების პარალელურად გაიმართა გალა კონცერტი. კონკურსი სხვადასხვა საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალურ მიმართულებას მოიცავს. მასში ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რეგიონალური კონკურსის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენაა. ძალიან აკადემიური, ძალიან კარგი ორგანიზაციით ჩატარდა. არნახული მაღალი დონის ჟურია ჩამოყვანილი და პატიჟებული. 4 ნაწარმოები უნდა დაეკრა ბავშვებს. 4 ნაწარმოებს უკვე დიდი ხანია თითქმის არც ერთ კონკურსზე არ უკრავენ. უკრავენ 2-ს. ისიც რთულია და 4-ის განსაკუთრებით რთულია. ეს არის არაჩვეულებრივად დიდი мотиваცია ახალგაზრდებისთვის. აჭარის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო რა თქმა უნდა ჩართულია დაფინანსების ნაწილში და დღეს კიდევ ჩვენ დამატებით გრან-პრისთვის გამოვყავით 2 პრიზი. ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი მუხტი ახალგაზრდებისთვის და მათი სახელოვნებო განათლების, სახელოვნებო ასე ვთქვათ შემოქმედებითი პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში ზუსტად 12 საათზე დაბრუნდება. მანამდე კი დილის ტალღას ვუთმობთ ეთერს. ანა და დემე მზადარიან შემოგვიერთეს და საინტერესო ამბებზე ისაუბრო. სოფო, მადლობა. ცოტა ხნით გემშვიდობებით. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა და ვნახოთ ახლა გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და გავიგოთ თუ რა ელოდება ჩვენს მაყურებლებს მომდევნო 20 წუთის განმავლობაში.
გადაცემის მესამე ნაწილში დღევანდელ ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ თვითნასწავლ მხატვარს, რომელმაც თავისი ნიჭი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი ცხოვრება ფერებად აქცია. და ბოლოს სტუდიაში მომღერალ ვანო ბარნოვთან ერთად დავბრუნდებით და გადაცემას მუსიკალურად დავასრულებთ სიმღერით ბათუმზე. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. და როგორც ანონსიდან შევიტყვით, ახლა უნდა ვნახოთ ჩვენი კოლეგა ანა ჟოჟაძის სიუჟეტი. ხშირად ერთი უბრალო გადაწყვეტილება გარდამტეხი აღმოჩნდება, ისე როგორც რუსუდან ჩიმაკაძის შემთხვევაში. რუსუდანმა ხატვა ზრდასრულ ასაკში დაიწყო. ყველაფერი კი მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქრის გაკეთების სურვილით დაიწყო. ერთმა ნახატმა შეცვალა მისი ყოველდღიურობა. დღეს ის თვითნასწავლი მხატვარია. ვნახოთ ანა ჟოჟაძის სიუჟეტი და მალე დავბრუნდებით. მე გახლავართ რუსუდან ჩიმაკაძე, თვითნასწავლი მხატვარი. ხატვა ჩემს ცხოვრებაში რამოდენიმე წლის წინ შემოიჭრა. ჩემი მეგობრისთვის მინდოდა საჩუქარი გამეკეთებინა რაიმე და გადავწყვიტე დამეხატა. და დავხატე ძალიან ლამაზი მისი საყვარელი ფიგურები და მას შემდეგ ვხატავ დღემდე. პროცესმა იმდენად დიდი სიამოვნება მომანიჭა, გადავწყვიტე სხვა ნახატებით შემექმნა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი რაც არის სხვა, ზღვის ფონი, ზღვის პეიზაჟები დავხატე. ბავშვობაში ისე როგორც ყველა ბავშვი ვხატავდი და მიყვარდა ხატვა, თორე ეს ნიჭი ალბათ უფრო ეხლა წლების წინ გამოვლინდა. ხშირ შემთხვევაში, რასაც ვხედავ ჩემს წარმოსახვაში რაც არის, ეგრევე უნდა მოვხაზო უბრალო ფანქრით და შემდეგ ვცდილობ ის ნამუშევარი ბოლომდე მივიყვანო. მაგალითად არის ერთი ნამუშევარი მომრჩა საღებავი, ტილოზე გადავიტანე რომ ხვალზე დამეხატა რაიმე ნახატი და დილით რო გაშრა ეს საღებავების სილუეტები დამინახავს. უბრალოდ ფანქრით მოვხაზე ეს სილუეტები, შემდეგ ფერები გადავიყვანე და გამოვიდა შესანიშნავი აღდგომის ნახატი აღდგომის კვირეულში და ნახატსაც შესაბამისად დავარქვი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე ხატვის დროს ვიყენებ საოჯახო ნივთებს. ნივრის დასაჭრელი, ყურის ჭხირი, ღრუბელი, თავსახურები. ეს ყველაფერი არის გამოყენებადი ხატვის დროს. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. განსაკუთრებით აბსტრაქციაში ვიყენებ ამ ნივთებს. არის შემთხვევა, რასაც ვხედავ ის მინდა ძალიან მალე მოვრჩე და 3 დღე და ღამეც მაქვს გადაბმული, გათენებული, ოღონდ ეს ნახატი კონკრეტული დამემთავრებინა, არის ესეთი შემთხვევებიც 2-3 თვეც ვხატავ. სხვათა შორის ჩემი მეგობრები ძალიან ბევრი მეუბნება, უფრო კომერციული სახე რომ მივცი ამ ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით მირჩევნია გავაჩუქო, ვიდრე გავყიდო და კომერციული სახე მივცე, იმდენად სათითაოდ ყველა მიყვარს. ალბათ მომცა ხატვამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა პირველ რიგში იმ ნახატებში, რასაც ვხედავ, რომ გამომდის, უფრო მეტი მინდა გავაკეთო. აი, ზოგადად ვარ რისკიანი, გამოწვევები მიყვარს ცხოვრების და აი გადავედი აბსტრაქციაზე, პეიზაჟიდან. შემდეგ ეხლა არ არის გამორიცხული, რომ პორტრეტებზე გადავიდე, თუმცა ეს ადვილი არ არის, უნდა ვისწავლო ბევრი რამ, მაგრამ ვცდილობ უფრო ჩემი თავი გავზარდო ამ სფეროში. დღეს ნამდვილად 1000 პლატფორმა არის სწავლადია, მაგრამ არ მგონია ნიჭი ხატვის ალბათ ან გაქვს ან არ გაქვს ახლა, თორე დღეს ყველაფერს ვისწავლით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის ქვეცნობიერში რო ხედავ და ტილოზე იგივე გამოსახულება გადმოგაქვს, ალბათ ვფიქრობ, რომ ეს გაქვს, ან გაქვს ან არ გაქვს, ისე როგორც მღერის ადამიანი, ხმა აქვს, მენა აქვს ან არა აქვს, ესე ვთვლი.
ესე ექსპრონტად დახატული მაქვს, ფილმს ვუყურებდი და აივანზე პატარა ბავშვი ესე ბუშტებს, საპნის ბუშტებს ბერავდა და უცებ ეგრევე გადმოვიტანე კილოზე წამებში დავხატე, ანუ ერთ საღამოს ესე დავასრულე. ამ ტილოზე მქონდა ტყე დახატული, რაღაც არ მომეწონა, უცებ გადავხატე, ფონი დავადე და დილით რო გაშრა, აქაც აღდგომის სურათთან ერთად სილუეტები მოვხაზე, დილით გამშრალი იყო, სილუეტები მოვხაზე და მივიღე ესეთი საბოლოო ჯამში, ესეთი სურათი ორი ადამიანის ფიგურა დავინახე ფაქტიურად და ესეთი საინტერესო ნახატი შეიქმნა თავისით. იმდენად საინტერესოა გამოწვევა ცხოვრების ამასაკში, რომ თითქოს უფრო ბევრ ამას ხედავ და ფუნჯით და ტილოზე უფრო ასახავ იმ განვლილ წლებს. და ეს არის იმდენად დიდი გამოწვევა და შენ თავს უმტკიცებ, განასხვებს უმტკიცებ, შენ თავს უმტკიცებ, რომ შენ ეს შეძელი, შენ ეს გააკეთე და შენ ეს გამოგდის 1-2 მეგობრის, მეზობლის, სხვისი შეფასება არის უდიდესი სტიმული და უდიდესი გამოწვევა და უფრო გინდა, უფრო ცდილობ დახატო და შენი ფიქრი, რომანტიზმი, შენი მთელი ენერგია ჩადო. მადლობა ანა ჟოჟაძეს ამ საინტერესო ადამიანის გაცნობისთვის და მოკლედ ხელოვნებით ვაგრძელებთ თემას. კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა შედგება ჩვენს ეთერში. სიმღერა ბათუმზე, რომელსაც მომღერალი ვანო ბარნოვი ასრულებს. საინტერესოა, ვინ არის მუსიკის და ტექსტის ავტორი და როგორ გაჩნდა სიმღერის იდეამ და სხვა დეტალებით სტუმართან ერთად ვისაუბრებთ რამდენიმე წამში. არ გადაარდოთ. და სტუმარი უკვე სტუდიაში ყავს დილა მშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის და სიმღერისთვის. სიმღერა ბათუმზეა და ჩვენ ვიცით, რომ თქვენი სურვილი იყო, რომ სწორედ აჭარის ტელევიზიაში გაჟღერებულიყო ამ სიმღერის პრემიერა და მადლობა თქვენ ამისთვის და დავიწყოთ საუბარი, საიდან მოგივიდეთ და გაგიჩნდათ ზოგადად იდეა, რომ რაღაცა აი ბათუმზე გემღერათ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ბათუმელებს და არა მარტო ბათუმელებს და ეს სიმღერა არ არის ახალი, საკმაოდ ძველია, თვითონ მუსიკა ქოვერი არის, არ არის ქართველი კომპოზიტორის შექმნილი. და სადღაც ალბათ 10-12 წლის უკან არ ვიმყოფებოდი საქართველოში, უბრალოდ ტაქსში ვიჯექი და რაღაცა ქვედა დინამიკი და რაღაცა ხმა ისმოდა, რომელიც მიტრიალებდა ყურში როგორც ბათუმი რა და რაღაცა იქვე თხოვე მძღოლს რომ აეწია ხმას და იქვე რაღაცაად მისამღერი გაკეთდასავით გზავრობისას და მე რო ყვერო დავბრუნდი თბილისში ანუ უცხოურ ენაზე ხო როგორც მე ინგლისური სიმღერა არის თუმცა არ არის პოპულარული ეს სიმღერა ძალიან რო ვთქვათ რომ რაღაც ჰიტად იყო ქცეული არა და როგორც მივხვდი თქვენ შეძინეთ ახალი სიცოცხლე. ხო და იმდენად ქართულად ჟღერდა ეს ყველაფერი რომ აი არ შეიძლება რომ არ გავეკეთებინა ეს ამბავი და მე დაიწერა ტექსტი, ტექსტის ავტორი მე ვარ. მუსიკაზე ვთქვი რომ ქოვერია თქო და ესე M სტუდიოში ჩავწერეთ მანჩო ჯადუგიშვილთან, მადლობა მას. და რაღაცაად ფიქრობ რომ კარგი გამოვიდეს უკვე მაყურებელმა და მსვენელმა უნდა შეაფასოს. მასშტაბურია საკმაოდ სიმღერა, რაღაცა ჟღერს ძალიან გრანდიოზულად და რაღაცნაირად თქვენც მოირგეთ ალბათ ეს მუსიკა თქვენს ხმაზე, ხო, როგორც? კი, რაღაცა ისე გამოვიდა, რომ ერთი მიმდინარეობა არ მაქვს. მაგაზე სიმართლე გითხრა, ფიქრობ ხომ რომ ეს ცუდია თუ კარგია ვერ ჩამოვყალიბდი, იმიტომ რომ არიან მომღერლები, რომელსაც რაღაც ერთი მიმდინარეობა აქვს და იქ ერთი მიმართულება აქვს და ამითი მუშაობენ, გაითქვეს სახელი კიდევაც და ძალიან კომფორტულად არიან. მე არ მაქვს ესე და ეს ცოტა განსხვავებული არის, უფრო ქალაქური ჟანრი არის და ქართული ლირიული სიმღერა. ჩემთვის მოსახერხებელი და ასე ვთქვათ, მაგრამ რა ვიცი, გონი ესეც არ გამოვიდა. ეს ცოტა უფრო სხვა ჟანრი არის, განსხვავებულია. აი თქვენი მელოდინები როგორია?
ჩემი მოლოდინი ძალიან უნდა შეუყვარდეთ ბათუმელესაც და ბათუმის დამსვენებლებსაც, იმიტომ რომ მართლა ენერგიული სიმღერა არის, არ არის კონკრეტულად ქალაქზე, არის უფრო ამ ქალაქში შექმნილ რომანზე, აი რაღაც საზაფხულო რომანი როა და მე რო დაიშლებიან და ისევ რომ მეორე წელს მიუჩქარით გული რომ აუ კიდე რაღაცა უნდა ზაფხულში რო გრძელდება ხო, აი ეგ ამბავიან და ანუ თქვა სიყვარული არ არის თავარი სათქმელი. არა, მთავარი სათქმელი ბათუმის ხიბლზე არის მის სამღერი იდეაში, მაგრამ სტროფებს რო დააკვირდეთ, ვიხვდებით რომ არიან ადამიანები და არა ქალაქი. კი, ჩვენ მოვისმინეთ ეს სიმღერა, ნამდვილად მოგვეწონა და სანამ უშუალოდ უკვე მოვისმენთ ამ სიმღერას, სამომავლოდ ხო არ აპირებთ კიდე რაიმე ესეთი მსგავსი სიმღერის ჩაწერას, თუნდაც თქვენი სამომავლო გეგმებით რო გაგვიზიაროთ. მსგავსი სიმღერის ბათუმზე აღარ, რა თქმა უნდა. კი. მაქვს ჩაწერილი, ოღონდ ვერ მოახერხე, აქეთ მომიწია ცოტა დიდი ხნით წამოსვლა ბათუმისკენ და დასრულება ვერ მოახერხე, ისევ M სტუდიოში მაქვს ახალი სიმღერა, იქ მუსიკაც და ტექსტიც ჩემი არის და აი ეხლა რო ჩავალ, სავარაუდოდ დღეს წავდაუბრუნდები თბილისში და რო ჩავალ, უცებ გავაკეთებ, დავასრულებ ამ სიმღერას და ვფიქრობ, რომ კი, ამ ზაფხულს რაღაცეებს ვიზამთ კიდე. ბათუმშიც გეგმავთ ალბათ, ხო რაღაცეებს? კი, დავბრუნდები. კი, აბა ზაფხული ბათუმის ნახოთ, აბა გარეშე. როგორი რეაქცია იქნება მსმენელს ამ სიმღერაზე და ჩვენი ტელევიზიის საშუალებით მაყურებელი მოусმენს ახლა სიმღერის პრემიერა შედგება სახელწოდებით ბათუმის მზე, რომელსაც შეგვიწყობს მომღერალი ვანო ბარნოვი გთხოვთ. ეს უკვე დროა რომ დავემშვიდობოთ მაყურებელს და დაუტოვოთ მუსიკალური ნომერი. ასეთი იყო დღევანდელი 19 ივნისის დილის ალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე მუშაობდით, ასევე ხვალ შემოგიერთდებით ისევ 9:30-დან 11:30-მდე პირდაპირ ეთერში ვიქნებით. კი ბატონო, მადლობა რომ გვიყურეთ, ხვალამდე გემშვიდობებით. ბათუმის მზე, შავი ზღვის ტალღებით თითქოს გიწვის ხემ, ბათუმის სხვა, რა გინდა სხვა? მე ისევ მიყვარხარ. თუკი ჩემთან ხარ და თუკი ჩემზე ფიქრი ისევ არ განებებს თავს, თუ დარჩენას გთხოვ, ნუ დაკარგავ დროს, ასე ვერსად გიმღერებენ არც ახვიდე შორს, აღარაფერს მომთაში თითქოს თავს, შენაირად სხვა ვერავინ ვერ გამათბობს, სიყვარულის ხის გულმა აქ მიაგნო, ამ ქალაქს ისარყელა ორ ნაწილად ხო, ბათუმის მზე, შავი ზღვის ტალღებით თითქოს გიწვის ხელს, ბათუმის სხვა, ბათუმის ბულვარი და რა გინდა სხვა, ბათუმის სიყვარული შენ გიწვის ხელს, ბათუმის სხვა, რა გინდა სხვა, მე ისევ მიყვარხარ. ჩემცი შენი თმა და შენი სახე დგას, დილის ხილვი ბილიქს ხობს, მოშა ზოლია შობს, იცი აღარ მახსოვს, თუ შენამდე რა იყო მე მივდე ბათუმის გზებს, დაზღვისკენ გული გამალებით იწევს, ცოტაც და იქცი და ჩამოვავზე და ერთად გავყვებით ოცნების გზებს, ბათუმის მზე, შავი ზღვის ტალღებით თითქოს გიწვის ხელს, ბათუმის სხვა, ბათუმის ბულვარი და რა გინდა სხვა, ბათუმის სიყვარული შენ გიწვის ხელს, ბათუმის სხვა, რა გინდა სხვა, მე ისევ მიყვარხარ. თუკი ჩემთან ხარ, თუკი ჩემზე ფიქრი ისევ არ განებებს თავს, ჩემზე ფიქრი არ განებებს თავს.
შენებზე ფიქრი ისევ არ განებებს და